გამარჯობა. დღეს WinSpace-ი შაბათია Habitat Coworking-ში, რომელიც მდებარეობს პეტრე იბერის 24 ნომერში. საუბრობთ ისევ გაყიდვებზე, ბიზნესზე, როგორც ამჯერად უკვე ტურისტულ სფეროში. დღეს ჩვენთან არის K Group-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი ირაკლი ჭიღლაძე. გამარჯობა. მოგესალმებით. პირველ რიგში მინდა რომ მიესალმო ჯერ ქუთაისს და მერე სრულიად საქართველოს. ყოველთვის ესე ვიწყებ მისალმებას ჯერ ქუთაისს ვესალმები ხოლმე და მერე სრულიად საქართველოს და მერე სრულიად სამხარეს. გეიხარ. შემოგევლე ირაკლი. ნახე ძალიან საინტერესო იქნება შენი შეხედულება ზოგადად ტურისტულ სეგმენტში რა სპეციფიკა და თავისებურება გაყიდვებს, იმიტომ რომ გაყიდვები ყველა სფეროში ბუნებრივია სხვადასხვა ტიპის არის და აი სასტუმროს და ჰოსპიტალიტი ბიზნესის მხარეს უფრო აი როგორი სპეციფიურია აი ეგ როგორ გვიყვერა. რამდენად სიღრმისეულად გინდა რომ ჩავშალ. რაც უფრო მეტი მით უკეთესი. ხო, ანუ სასტუმროს გაყიდვები იწყება იქამდე, სანამ ზოგადად უშუალოდ პროცესზე გადახვდა რა. პირველ რიგში ხდება ეგრეთ წოდებული ბიუჯეტის გაკეთება. ბიუჯეტის გაკეთება მოიცავს იმას, რომ ფლობელს ან გენერალურ დირექტორს წინსწრებით უკეთებ წარდგენას 1 წლიან, 3 წლიან, 5 წლიან ბაჯეტ ფოკუსს. ეხლა ბაჯეტ ფოკუსი რო წარმოვიდგინოთ, როგორ გამოიყურება მაქსიმალურად მარტივად რა. ამ ბაჯეტ ფოკუსში წერია თითოეულ თვეს რამდენ ღამისთებას გაყიდი. რა გექნება საშუალო ფასი, შესაბამისად რა გექნება ოთახიდან მიღებული შემოსავალი, ამას ემატება ისევ დამატებითი სერვისები თუ რაც აქვს სასტუმროს და შემდეგ ვიღებ ჯამს. თუ ეს რიცხვები მისაღები არის, ამის მერე იწყება რეალურად პროცესი. გაყიდვების მიმართულებით ახლა საქართველოში როგორც განვითარდა სტუმართმასპინძლობის ბიზნესი, ბოლო 10-15 წელიწადში აქვს უდიდესი აქსელერაცია. შესაბამისად თუ საწყის ეტაპზე იყო ის რომ თავარია გავყიდოთ, აი ახლა მე და თქვენი კოლეგა როცა ერთად მუშაობდით და თანაწამყვანი უდიდესი სკოლა გავიარეთ, აი წარმოუდგენლად დიდი სკოლა გავიარეთ, თუ ოდესმე რაღაცაზე ვიოცნებოდი რომ სად შეიძლება განვითარდე, ინერციით მოხდით იქ. იქ იყო ისე რომ თავარია თანხები დაგიგენერებია. შემდეგ იმდენად განვითარდა სტუმართმასპინძლობის ბიზნესი და იმდენი სასტუმრო შემოვიდა და იმდენი ახალი ბაზარი გაიხსნა, რომ ესე უბრალოდ დავაგენერეთ აღარ არის საკმარისი. ეხლა დღეს კრიტიკულად მნიშვნელოვანი არის რომ ბაზრები ჰქონდეს დივერსიფიცირებული სხვადასხვა აქცენტებით რა. ეხლა აქცენტები თქვათ რა. პირობითად არ არის სასურველი რომ ერთი ბაზრიდან, მაგალითად ავიღოთ ჩინეთი, ინდოეთი, ყაზახეთი, ერთი ბაზრიდან შენი ჯავშნების, ანუ ჯამური ჯავშნების 20%-ზე მეტად იტვირთებოდი. იმიტომ რომ უკვე გავიარეთ მაგალითად იყო 2019 წლის გავრილობის ღამე. და შესაბამისად სასტუმროები, რომლებიც მხოლოდ რუსეთის ბაზარზე ოპერირდებოდნენ, მომენტალურად განულდა. მანამდე იყო ირანთან რაღაც შეზღუდვები. შემდეგ უკრაინა-რუსეთის ომი და შესაბამისად სასტუმროები, რომელიც უკრაინაზე და რუსეთზე კარგად მუშაობდა, მაშინ პრობლემები შეექმნა. შემდეგ აქ მიმდინარე პრობლემები და ასე შემდეგ. რა, ისრაელში მიმდინარე ომები და ასე შემდეგ. ეხაც ირანი. აი ხა კრიტიკულად. ამიტომ ჩვენ დავიწყეთ ბაზრების დივერსიფიცირება. შესაბამისად, მე როდესაც ვყიდი რაღაც პროდუქტს თან ყოველდღიურ რეჟიმში სტატისტიკას უყურებ, რომელი ბაზრიდან რა პროცენტით ვიჯავშნები და თუ რომელიმე ბაზარზე აღმოვაჩერო პირობითად ჯამური ჯავშნების 20%-ზე მეც მიგენერირებს, ეს იმას ნიშნავს, რომ იმ ბაზარზე მე ფასი კიდევ შემიძლია ავწიო და ეგრეთ წოდებული დინამიური ფასს, რასაც ეძახიან, მაქსიმალურად გამოვიყენო. ერთ კითხვას დავსვამ ამასობაში. მომართვიანობის შემთხვევაში ფასს უზრდით, ესე იქ სწორად გავიგე, რაც მეტია მომართვიანობა, შესაბამისად თაღაციტა. მან ძალიან მნიშვნელოვანი არის სწორად დივერსიფიცირება რა. ანუ ამ წუთში რაც გაგიზიარეთ, ეს არის უბრალოდ ამაც ქვეყნების მიმართულებით როგორ ვაკონტროლებთ რა. მე მეორე მიმართულება არის, აი რაშიც მაგალითად ლაშა იყო პელე. ეს არის თუ ვინმე საქართველოში რომელი პელე უკაცრავად ფეხბურთელი თუ თაგვე? ჯერჯერობით ფეხბურთელზე. შეიძლება პელესავით ბევრი სიცოცხლე აქვს იმ თაგვის. ხო რაღაცას კარგს ვამბობდი და პელე თაგვი გამახსენდა. ბაშა პელე იყო. აქ რა უნდა ჩასვა? ვა, პელე! პელე! ცოცხალი ხარ. მიდენა სერიოზულად ლაპარაკობ, ეს ვიდეო და მე თქვა.
ჩამითრია, ხო ვიცი რასაც ლაპარაკობთ, მაგრამ იმენა ჩამითრია ინტერესით. მოვყვე ყველაფერი, არა ყველაფერი. კი, არა, ყველაფერი შეგაგიხარდა სილაპარაკე, მართლა კარგად ლაპარაკობ. ხო, გაგიზიარებ. პირველი სტუმარი. ხო, ანუ ჩვენ რომელსაც აი ენაზე გირი არ კიდია რა. გიტომ გითხარი რამდენი მაქვს დრო თქო რა. გულწრფელად რადგანაც დღეს შევხვით პირველად სტუმარ მასწავლებლობის ბიზნესში შემიძლია გაუჩერებლად დღეები გესაუბრო. წითელ პარასკევამდე. ო, ლაშა პელე იყო, ძალიან ძლიერი იყო. მაგ დროსთან 2015 წელს სიტყვა ინფლუენსერი ეგეთი პოპულარულიც არ იყო რა, დღეს რო ეგეთი. თუ ვინმე თბილისში ინფლუენსერები ჩამოდიოდნენ, ლაშა იდგა აეროპორტში და 10-დან 9 სტუმარი ჩვენთან მოდიოდა. მე ძალიან ძლიერი ვიყავ ტურისტული კომპანიების მიმართულებით, რაღაც კომუნიკაცია. ამიტომ ეს მეორე ტიპის ბაზრების გადაყოფა, როგორ ხდება სასტუმროებში გაყიდვები, ერთი არის ის, რომ სეგმენტაცია უნდა გქონდეს ქვეყნების მიხედვით, მეორე არის ის, რომ რაც შეიძლება სხვადასხვა სორსებიდან უნდა იჯავშნებით. ტურისტული კომპანიებიდან, კორპორატიული მიმართულებიდან, ინდივიდუალური ტრეველერებიდან და ასე შემდეგ. რაც უფრო გადაშლილია ეს, მით უფრო სეიფი ხარ რა. აი ფასზე რომ ჩამეძიე, მანდარი ზუსტად პასუხი რა. შენ როდესაც ტურისტულ კომპანიებთან ფას წარმოქმნას გააკეთებ, აი ის ხო თქვით დასაწყისში რომ ფლობელთან რაღაც შევათახ. ის აუცილებლად შესასრულებელი. ის თუ არ შეასრულე, ბანძი ხარ რა და არ ვისაუბროთ არაფერს. ამიტომ იქ საშუალო ფასი რაც დაწერე რომ მე გაგიყიდი პირობითად 60.000 ღამის თევას საშუალო ფასით 300 ლარი, იმ 300 ლარზე უნდა ამოაწყო ყველაფერი. ანუ ორ ოთახიანი, ორ ადამიანი, ორ კაციანი ოთახის ღირებულება, კაციანი ტურისტული კომპანიისთვის, კორპორატისთვის და შემდეგ. ტურისტულ კომპანიას შენ მაშინ მიაძლევ ფასებს, როგორც კი ბიუჯეტირებას გააკეთებ რა. ანუ მაგალითად ავიღოთ დეკემბერი. 2025 წლის დეკემბერს შენ 2026 წლის ფასები გაკეთებული გაქვს და ტურისტული კომპანიებისთვის დაგზავნილი გაქვს. ამ დიდ ტურისტულ კომპანიებთან არაპროფესიონალიზმია თუ ფასის ცვლილებას გააკეთებ. ძალიან ღრმად შეხვალ და ბარე მეორე კითხვასაც დავამატებ, რის მიხედვითაც უფრო შეიძლება კიდევ რომ ჩაშალო ეს თემატიკა ბათუმთან მიმართებაში. რეალურად დღეს ვინ არის ირაკლი და რატო ხარ ჩვენთან? აი ბარემ ამაზეც რო გითხრა და ირაკლი ბევრი წელია სტუმარ მასწავლებლობის ბიზნესში არის, შესაბამისად რაღაცა წლების შემდეგ ბიზნესმა თავისით მოიტანა ის რომ გავაკეთეთ ჩემი კომპანია. ჩვენ ვმართავთ სასტუმროებს, მხოლოდ და მხოლოდ revenue management-ით. revenue management-ი რომ კარგად განსაზღვროთ და მიხვდეთ რას გულისხმობს, სასტუმრო გავყოთ ორ ნაწილად. ერთი არის გაყიდვები, მარკეტინგი, რეზერვაციები, პოტა სისტემა, B2B, B2C სისტემები და ფინანსები, ეს არის revenue side-ი. საოპერაციო მხარე. მიღება განთავსების დეპარტამენტი, housekeeping-ი, კვება და სასმელები, bellboy, security ასე შემდეგ, მე არ ვარ. დღეს მართავთ 16 სასტუმროს. როგორც ვიცი და თუ ეს ასე არ არის დაგვიწერონ კომენტარებში, ჩვენ ვართ ყველაზე დიდი მენეჯმენტ კომპანია დღეს საქართველოში და ყველაზე მეტი სასტუმრო გვაქვს. სახელიც რო გითხრათ თქვენი კომპანიის? ჩვენ კომპანიას გვია K-Group. K-Group რა არის? K-Group არის K არის სტუმარ მასწავლებლობის ღმერთი ინდურ მითოლოგიაში და ესე გადავწყვიტეთ რომ თან მარტივად წარმოქმნადი ყოფილიყო და თან რაიმე მერჯი ქონოდა ზოგადად ამ ბიზნესთან მიმართებით. და დასამახსოვრებელი. ხო, ანუ ლოგოც კარგი გამოვიდა. კაც ისეთი არის რა, ბევრი სხვადასხვა ისტორია აქვს და მოგვეწონა. დღეს გვაქვს სასტუმროები თბილისში, გუდაურში, ბაკურიანში, ყაზბეგში, გორში, საირმე, წყალტუბო, ახალციხე, სომხეთში გვაქვს 4 სასტუმრო, 3 ერევანში, 1 თბილისში. და რატო არ გაქვს ბათუმში? იმიტომ არ მაქვს ბათუმში, რომ ბათუმ ჯერჯერობით, მოდი ასე ვეთქვი, ვინმე როცოდაც არ მიიღოს, ჯერჯერობით ვისთანაც მქონდა შეხება ბათუმელ სასტუმროების ფლობელებთან, რბილად რო ვთქვათ, საერთო ენაზე საუბრას ვერ ვახერხეთ. და რაზე გამახსენდა რომ გიზიარებდი რა. საფასო პოლიტიკას რო აკეთებ და ტურისტულ კომპანიებს ფასებს გადაუგზავნი. მე წლის განმავლობაში ამ ფასების ცვლილება იმ ტურისტულ კომპანიებთან, რომელიც შენი B2B პარტნიორები არიან, არაპროფესიონალური. მე რა გამოცდილებაც მქონდა ბათუმელ ფლობელებთან და ხო ნუ განვითარებასთან ერთად ალბათ ეგეც მოვა. ცოტა რთულად წარმოსადგენი იყო ბათუმელი ფლობელისთვის დეკემბერში მისცეს ვიღაცას ივლისისთან აგვისტოს ფასი და აქვს ყოველთვის ის მიდგომა რომ იქნებ ძალიან კარგი სეზონი მაქვს, იქნებ უფრო ძვირად შემიძლია გავყიდო და ასე შემდეგ. რისიც მე წინააღმდეგი ვარ და ამიტომ ვერ და არ დავხდებოდით რა. დღემდე ესე ვარ, იმედი მაქვს სამომავლოდ. ალბათ ავიღებ რამოდენიმე სასტუმროს, ეხა ჯერ თბილისში და კახეთში გვაქვს გასახსნელი რაღაც სასტუმროები და
მე ვნახოთ ბათუმისთვის. რომ დაუბრუნდეთ იმ თემას თუ როგორ იყიდება და რა არის key ასპექტები. ყველაზე მთავარი არის რაღაც ეს გაყიდვები ზოგადად ჩემთვის ძალიან აზარტული პროფესიაა რა. ძალიან ცოცხალი არის და ყოველთვის რაღაც სიახლეები ხდება. შეიძლება უშუალოდ ტექნოლოგიებში არ ხდებოდეს, ტექნიკაში არ ხდებოდეს სიახლე, მაგრამ ყოველთვის შემოდის ახალი ადამიანი და გაყიდვები არის communication, face to face communication. შესაბამისად, შენი გაყიდვების ტექნოლოგიები, რაც უფრო ბევრი სხვადასხვა სახეობის ხელსაწყოები გაქვს, თურს რასაც ეძახიან, მით უფრო ადვილად და კარგად ხით. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში რაღაც პერიოდის შემდეგ დადის დისციპლინამდე. ანუ რაღაცები უნდა აკეთო რუტინულად. ხშირად გქონია ხოლმე ჩემს თანამშრომლებთან ამ თემებზე კარგი გაგებით კამათი, იმიტომ რომ ადამიანებს რუტინა და დისციპლინა ჩვენი ბავშვობიდან მოყოლებული რაღაცა კარგთან არ ასოცირდება რა, რაღაც მაშინ რომ მოსაწყენთან ასოცირდება, ან ცუდთან. დედა და მამა რო რაღაცა გჯის თუ რაღაც რა და სინამდვილეში ცოტა ფართო არეალზე რო დავფიქრდეთ, რუტინა გვაქვს ყველას. რასაც არ უნდა ვაკეთებდეთ, ნებისმიერ შემთხვევაში მას თუ 40 დღე განმეორებთ აკეთებ რაღაცას რუტინა. თუ 40 დღე ისვენებ მალდივებზე, შენ მალდივებზე დასვენების რუტინა აქვს. ნეტა. შეიძლება ითქვას. თუ ზოგადად რუტინა მოსაწყენია, მალდივებზე დასვენებას მოგწინდება. ხო, მომწყინდეს. გამერწმუნ. ხო, ანუ თუ ამის რეალური სურვილი გექნება, დაჯდები მალდივებზე 40 დღის მერე დამერეკავ და ირაკლი მაგრად წუნდა და მოდი ახლა სადმე ტაილანდში გადავალ. ოკეი. ხო, ну ეს არის ბევრი შემიძლია გაყიდვებზე რომ გესაუბროთ, ანუ ერთი თქვით ქვეყნების მიმართულებით, როგორ უნდა გქონდეს დივერსიფიცირებული. მეორე სორსების ან წყაროების მიმართულებით და მან ძალიან მნიშვნელოვანი არის რომ სწორად გქონდეს დალაგებული ის FIT და გამოცხადებული ფასებია ზუსტად რომელზედაც ზეგავლენები შეგიძლია მოახდინო და შენი დინამიური ფასი ამუშავო. აი ცოცხალ მაგალითს გეტყვი, რაც წელს გაიარა გუდაურის სეზონმა. ძალიან კარგი წელი ქონდა დეკემბერი, იანვარი, თებერვალი. ანუ მარტში ხავმი დაიწყო და ნუ მოკლედ არ განვიხილავ. ეხლა რას ნიშნავს კარგი წელი? ოქტომბერში, როდესაც ხედავ შენ დეკემბრის დატვირთულობა გაქვს 60%, იანვრის დატვირთულობა 50 და თებერვლის დატვირთულობა 40, ეს იმას ნიშნავს, რომ შენ სამივე თვეზე შეგიძლია $5-10 აწიო ფასი. ანუ Booking.com-ზე ნებისმიერი B2B B2C პლატფორმაზე ფასები აწიო. და ამას ყოველდღიურ რეჟიმში მე ვაკვირდები და შესაბამისად ვეუბნები ან მარკეტინგის დეპარტამენტს, ან B2B გაყიდვებს, ან ონლაინ ტრეველერებს, რომ როგორ უნდა ამუშავონ ფასი. წარმოიდგინე ჟანა წელს 4-ჯერ გავაკეთე დინამიური ფასის ცვლილება. ანუ ერთხელ $10, მეორე $15, მესამე $7 და მეოთხე გავკადნერი და ისევ $10 თავზე და კიდე წაიღო. დეკემბერიც, იანვარიც და თებერვალიც 90%-ზე მეტი დატვირთულობით დახურა ორივე სასტუმრო. ანუ ეს არის აი ეგეთი გამოცდილებაში არ მქონია. 12 წელია სასტუმროებში ამ გაყიდვებს ვკურირებ და იდეაში ვსწავლობ და თან რადგანაც თითქმის ყველა რეგიონში მქონია სასტუმრო. რთული მისაღწევია. ანუ ყველა, ანუ ძალიან რთული მისაღწევია რა. ანუ ბევრნაირად უნდა გაგიმართლოს. ეს არის დინამიური ფასი, რომ ამ დინამიური ფასის გამოყენების დროს, როცა მაღალ ADR-ს იჭერ, ხო დაიჭირე ხა იანვარ-თებერვალში მაღალი ADR. შენ გაქვს მფლობელთან, ანუ ბიზნესთან შეთანხმებული, რომ წლის ჭრილში გიყიდე რაღაც 60,000 ღამის თევა $300. თუ იანვარი-თებერვალი დაბიუჯეტებულზე ბევრად უფრო მაღალი ADR-ი დაიჭირე, ეს რას ნიშნავს მარტივად, თუ ლაშა ჩემი ძალიან კარგი პარტნიორია, მე შემიძლია ლაშას დაურეკო და უთხრა, რომ ლაშ მარტის თვეში მე მოქნილობა მაქვს და შემიძლია რომ შენ $350 ნაცვლად $250 მოგცე, ოღონდ ლაშა მე წინასწარ შესწავლილი მაქვს. ვიცი რომ ლაშას თუ შედარებით დაბალ ფასს მივცემ, ეს დაბუსტავს და შედეგს მოუტანს. ლაშა რო იყოს ეხა მაგალითად ჩინეთის ბაზარზე მოოპერირე ტურისტული კომპანია არ დაურეკავდი. იმიტომ რომ აზრი არ აქვს ჩინეთის ბაზრიდან ისედაც დიდი რაოდენობის სტუმრები მოგდის, ფასს თუ დაწევ, უბრალოდ ხელოვნურად გაიფუჭებ ბაზარს იფუჭებ რა. მაგრამ თუ ლაშა მუშაობს ევროპის ქვეყანაზე ან პოლონეთს, ნუ ან რა, ანუ პოლონეთი უფრო დიდი მოცულობით მოდის, მაგიტომ გამოყო. ფასზე ძალიან სწრაფად რეაგირებს. თუ მუშაობს ირანის ბაზარზე, ფასზე მომენტალურად რეაგირებს და შემდეგ ან მსგავსი ხრიკები ბევრი არსებობს, რომელიც შემდეგ თუ ADR-ში გაქვს, ანუ ADR-ი არის გაყიდული ოთახის საშუალო ღირებულება. გაქვს მოქნილობა, შეიძლება გამოიყო. თუ პირიქით გაქვს, რომ აი შარშან
მოდელი რო ავიღოთ, ისე გუდაურის მაგალითს მოგიყვან რომ მარტივად მიხვდე. იანვარი თუ ჩაგივარდა, შესაბამისად შენ გიწევს რომ პირიქით გააკეთო ფასის ზემოთ კი არა, ქვემოთ ჩამოწირო, რაც შეიძლება დატვირთულობა მეტი აკრიფო რა. შესაბამისად დარჩენილ პერიოდზე შენ გჭირდება რომ უფრო მაღალ ფასში გაყიდო, რომ საშუალო ფასი დაიჭირო. ამ დროს მთელი კონცენტრირება მიდის უფრო მარკეტინგის დეპარტამენტზე და OTA B2C სისტემების მმართველ ტიპებზე რა. მე ვაძლევ რაღაც კონკრეტულ დამატებით ბიუჯეტებს, თუ თვეში მაგ რაღაც სასტუმროზე თქვათ $500 ციფრო დიჯიტალის მიმართულებით, მე შეიძლება მივცე $1000, რომ კიდევ უფრო გაშლა. გაშლა გულისხმობს რას? SEO ოპტიმიზაცია ყოველ ჯერზე მიდის, მაგრამ Booking.com-საც და სხვა meta-search პლატფორმებსაც აქვს თავის მხრივ ჩაშენებული ედზე გასაშვები, როგორც Facebook-ს აქვს, რომ ედზე შეიძლება გაუშვა რაღაც, ისე დაამატა Booking.com-მა და სხვა ტიპებმაც, რაც AI გავითარდა მას შემდეგ. ასევე უშვებთ დაკიდებულ ედებს. მაგალითად, ეხლა თუ ვიცი, რომ ყაზბეგის სასტუმრო ვარ, დაკიდებული ედი მიდის საზღვარზე. რომ საზღვარზე შემოსულ ტიპს სკროლის დროს პირდაპირ ამოვიდეს და მსგავსი ხრიკები, რომ პირიქით თუ ფასი მაქვს ასაწევი და სამუშაო მაქვს იმაზე, მაშინ ამ მიმართულებით. თუ ფასში მოკლეობა მაქვს, მაშინ B2B და ტურისტული კომპანიები, რომ რაც შეიძლება მეტი overnight-ები დავაგროვო ჩემს სასტუმროში. პროცესი ჩემთვის ძალიან საინტერესოა, ანუ მაგიტო ვამბობ, რომ მრავალი წელი ავაკეთებ და კიდე რაღაც ახალ სიახლეებს ნახულობ და სულ გძნობ რა. და მე ეს ძალიან დიდ სიამოვნებას განიჭებს, რომ რაღაც რომ გათვალე და მე ამან იმუშავა და ამას უყურებ 24 საათიან რეჟიმში, რომ იქიდან ის წამოვიდა, ისეთ ბუსს გაძლევს, რომ აი თაღლილობა, აი დროს დავხედე, წავედი, ვერ. აი ეს მინდოდა ზუსტად და ეხა შევაჯამებ. კი, გაყიდვებს ჭირდება სკილები, ჭირდება რა თქმა უნდა პრაქტიკული უნარჩვევები, კლიენტის წაკითხვა, სარგებელი საჭიროების დანახვა, ხო? აი მთელი ეს ფარული იარაღები, მაგრამ ამის უკან იმიტომაც გვინდოდა რომ მოსულიყო ირაკლი და ელაპარაკა, ანუ hospitality business-ში sales აი ამის გარდა კიდე რამდენ რაღაცაზე უწევს ფიქრი. ანუ ფაქტიურად პორტფელს რო ქმნი მთელი წლის განმავლობაში არის საკმაოდ დაუცველი პორტფელი, რომელიც შეიძლება ერთ დღეს გაიღვიძო და რახტა ჩამოგეშალოს რა. კარგი იყო, კი. და ამიტომ ანუ საკუთარი პორტფელის რისკ მენეჯმენტიც გიწევს და აი საკმაოდ კარგად გაშალა ეხა ირაკლიმ ეს თემა რა. ირაკლი, მოდი მაყურებელს მინდა უთხრა, საინტერესო იქნება, იმიტომ რომ კაგრუპამდე მოხვედი და ბევრი წარუმატებლობაც გექნებოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში ფიზიკურად ვერ ვიზდებით ადამიანები სამწუხაროდ, როდის მიხვდი, რომ უბრალოდ თანამშრომელი აღარ უნდა ყოფილიყავი და უნდა ქონოდა კაგრუპი. როდის მიხვდი, რომ ჩემ შემთხვევაში ეს რაღაც ავტომატურად მოვიდა და მოვიდა ავტომატურად როგორ 2017 წელი რომ დაიწყო, გადავედი კურორტ საირმეზე, როგორც ფიზიკური პირი ირაკლი ჭიღლაძე, კურორტის საირმის გაყიდვების და მარკეტინგის ხელმძღვანელი გავხდი. კურორტის საირმე არის ჩემთვის 27 საუკუნეს ვეძახი, ანუ ძალიან განვითარებული არის და ზოგადი ტურიზმის ტემპებს დიდი დოზით გაასწრო და თან სხვანაირად რეაგირებს. ანუ თუ სხვადასხვა რეგიონში და განსაკუთრებით თბილისის სასტუმროებში რაღაც სტრატეგიები შეგიძლია ისაუბრო, საირმეში დამხვდა რადიკალურად სხვა სტრატეგია და სხვა ტიპის მუშაობა ჭირდება. ინდივიდუალური მომხმარებელი ყავს, დამსვენებლების 54% არის self-bookeri, ანუ უდიდესი რიცხვი არის 54%, თან ქართველები გიждდებიან, მფლობელობა ისეთი ყავს, რომ მათთვის ეს უფრო სავიზიტო ბარათი არის ვიდრე უფრო რაღაც ბიზნესად მომგებიანი პროდუქტი, უფრო მათთვის ის არის ნიშა არის და კარგად უჭირავთ. და საირმეში რო ვიყავი, იმდენად ჩამოვცილდი აქაურ რაღაცებს, რომ მე იყო მეგობრებისგან ზაი რომ აი თბილისში მაქვს სასტუმრო და იქნებ დამეხმარ. იქიდან გამომდინარე რომ ამის კონკურენტი არ იყო, რაღაც მარტივით რამოდენიმე კომპანიასთან გადარეკვა გადმორეკვით, აი მიდი დაეხმარე. მე იყო უხერხულობა რომ ამაში ფული უნდა გადაგიხადო, არა ფული უნდა გადამიხადო, რაღაც საჩუქრებს მიგზავნე და იყო ეს რაღაც ის რომ ფულს არ ავიღებ, მაშინ საჩუქრებს გამოგიზავნე. ეს რომ რაღაც ერთწლიანი პერიოდით გაგრძელდა, მე ერთ-ერთ საღამოს დაიბადა ის რომ მოდი რაღაც იურიდიული პირის სახე ხო არ მივცეთ და რაღაც ამ მიმართულებით განვავითაროთ. თან ბევრს რა დაჭირდა შენი დახმარება, მაქიდან მოვიდა იდეა რომ ნახე მე სულ ვიძახი, ვამბობ რომ სტუმარ მასპინძლობის ბიზნესში იყო წარმატებული, არის ძალიან ადვილი.
ბევრს არ მოწონს ამას რომ ამბობ, მაგრამ სინამდვილეში აი ზარმაციც რომ იყო, იმდენად სწრაფად ვითარდება სტუმარ-მასპინძლობის ბიზნესი, დღეს საქართველოში სასტუმროები ბევრად უფრო მეტია, ვიდრე ადამიანები, ვინც ამ სასტუმროებში იმუშავებენ. მართლა. და აი ჩვენ სანამ დავიწყებდით ჩაწერას ხო ვსაუბრობდით იმაზე, რომ არასოდეს K გრუპის პრეზენტაცია არასდროს არ გამიკეთებ. არავისთვის არ დამირეკავს არასდროს, რომ აი მე ეს სერვისი მაქვს და ხომ არ დაინტერესდებით. ყველაფერი მუშაობდა word of mouth-ით და დღეს მაქვს არაერთი პროექტი, რომელსაც ჯერჯერობით ვთქვი, რომ აი ამ ეტაპზე არ მაქვს რესურსი, დავიმატებ კადრებს, გამოვზდი შესაბამისად და დაგიბრუნდები. ამიტომ ეს სტუმარ-მასპინძლობის ბიზნესში წარმატება ზარმაცებსაც შეუძლიათ ხო რაღაც ინერციით მაინც მიგიყვანს არ მოგცემს საშუალებას მოდუნების. მე არის უფრო ის რომ შინაგანად რო გძნობ რომ მეტის რესურსი გაქვს, მეტის განვითარება გინდა და რადგანაც დაქირავებული კადრი ხარ, გიწევს რაღაც სუბორდინაციის დაცვა და რაღაცებს უნდა მოერგო, ის პროექტი არ გამოგდის, ეს პროექტი არ გამოგდის, განა, იმიტომ რომ წარმატების შანსი არ აქვს. უბრალოდ იქ სადღაც არავის არ ეწყინოს, მაგრამ რაღაც 60 წელს გადაცილებული ადამიანია, რომელსაც საერთოდ არ ესმის მარკეტინგი რას ნიშნავს, იქ სადღაც ძალიან პატარა ბავშვი შეხვდა დირექტორად ან ფლობელად, რომელიც მამიკოს ფულით რაღაცა და ხვდებოდი რა ფუჭას კარგავდი დროს, მაგიტომ ამ ყველაფრის ერთობლიობით და თან თიმი, რომელიც თავიდან შეიკრა, ანუ აბსოლუტურად ყველა შენი მეგობარი, ანუ ეგ ხალხი, ვისაც ერთად ვიცნობდით, დავსხედით და რაღაცა იურიდიული სახე მივეცით ამას და ძალიან საინტერესო გამოვიდა. დღეს ვიძახი, რომ რაც უფრო მეტი მსგავსი კომპანია იქნება ბაზარზე, მით უფრო წარმატებული იქნება სტუმარ-მასპინძლობის ბიზნესი. ჯერ კიდევ ამ სფეროში არ არიან არა მხოლოდ საკმარისი ადამიანები, არც კვალიფიციური ადამიანები არის იმ დონით, რაც ჭირდება. ჩემთვის ვინმე ვთქვა 20 წლის წინ, რომ შენ სასტუმრო ბიზნესში მუშაობ, რბილად რო ვთქვათ, გავლამძღოდი. ქუთაისურად რო ვთქვა, უფრო რაღაც სუფსიფროში ვეთქადი რა. მაგაზე მინდოდა მეთქვა, რომ ჩემს აზრით სტუმარ-მასპინძლობაში მაინც ეს იმერული სისხლი მაინც გეხმარება, ხო? იმიტომ რომ სხვანაირი მასპინძლები ხართ იმედები არა. ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი მთავარი წამყვანი არის ეგ რა, იმიტომ რომ ჩვენ რაღაცა სტუმარი ჩვენთან ასოცირდება. სტუმარს კარგად ცემენ პატივს, ქუთაისში ერთხელ ვანაყოფი და ხო აქვს. კი, სხვანაირად შედიხარ. სულ ქუთაისლობა არის იდენტობა რა, ანუ ქუთაისელი ვარ, უკან უკვე ბევრ რამეს გულისხმობს რა და სიყვარულს და მასპინძლობას უპირველესად. კაი, გადავწიოთ ხა ცოტა ეს კარგი თემები და ლამაზი თემები გვერდით. გადავწიოთ. და ეხლა მე მაინტერესებს ის შეცდომა, რაც დაუშვი და დღეს აღარ გაიმეორებდი. შეცდომას, რაც დაუშვი და აღარ გავიმეორებ. პირველი ხა რაც გამახსენდა არის ის, რომ ხშირად ყოფილი ვარ შეხვედრაზე და გასაუბრებაზე, რომელ გასაუბრებაშიც მიგრძვნია, რომ ამ თემიდან არაფერი არ გამოვა, მაგრამ მაინც მივყოლილი ვარ და რაღაც მიცდია და არაფერი არ გამოვა იმის გამო კი არა, თვითონ აზრი იყო, ან ფლობელი იყო არასწორი, ან დირექტორი. უბრალოდ მიგრძვნია, რომ სხვადასხვა ენაზე ვსაუბრობთ, მაგრამ ნუ მაინც მაგას თუ ვიგრძნობ, რომ გაყიდოს რაღაცა პერიოდის შემდეგ, მგონია, რომ ეგრე შინაგანი ხმა უყალიბდება. ამ შინაგან ხმაზე ფულს გრძნობ თუ რას გრძნობ, ეს მაინტერესებს. საინტერესოობას. ანუ საინტერესო პერსპექტივა. აი ფული არის აი აბსოლუტურად მეორე და მესამე, არა მეასე ხარისხოვანი, ანუ სისულელეა, მაგრამ თავარი პროცესი, რასაც აკეთებ, ის თუ გიყვარს, აუცილებლად გამოგივა და გამოგივა, ფული აუცილებლად მოვა. ანუ ქვემოთ მოედინება წყალივით ავტომატურად რა. უბრალოდ იმას, რასაც აკეთებ, აი მე მაგალითად დღევანდელი გადასახედიდან ვერაფრით ვერ წარმომიდგენია სხვა საქმე რა შეიძლება გავაკეთო. ანუ ეს ძალიან მიყვარს. ანუ ამით ვერ დამღნევ და საერთოდ ამოღებული მაგ ლექსიკონიდან დიდი ხანია რა. ეხლა უნდა გავიხსენე კიდე რას უნდა ნობ, რასაც არ გამიმეორებდი, უშუალოდ საქმიანი მიმართულებით, ხო? რა თქმა უნდა. არასწორი ხელშეკრულების გარეშე აღარ ავიღებდი სასტუმროს არავითარ შემთხვევაში. ეს სწორი შენიშნა. საქართველოა, პატარა ქვეყანა არის, word of mouth-ით მუშაობს მაინც როგორც აღნიშნე ყველაფერი. და ხშირად აი რა იმის ნაცნობის ნაცნობა, რომელიც ჩემი ძალიან კაი მეგობარია, დამირეკა და გასაუბრებაზე რომ რაღაც ჯიგრულად ჩამოვარტოთ ხელი და დავიწყეთ მუშაობა და აი ხელშეკრულებისთვის მოიცლიან იურისტები.
და მე აღმოჩენილა რომ ლადეგრეც არ არის. ნებისმიერს ურჩევდი რომ რაღაც არ უნდა paperwork-ი იყოს. ნახევარი საათი გამოყავი შენი ცხოვრების მაგისტრის. დაწერე. ჩემი აზრით რაც უფრო წლები გადის კიდევ უფრო მას უთითებს რომ შენ სერიოზულობას უსვავს ხას. კიდევ რას არ გავიმეორებთ. ეს ძალიან საინტერესო დაკვირვება მაქვს რა. აბა მიდი გაგვიზიარე. დამკვეთს თუ ვეუბნები, აი თქვა, რა პრინციპი თუ არჩევს სასტოფს. 2-3 მნიშვნელოვანი key ასპექტი მაქვს, მეტი არაფერი. პირველი, რამდენად მინდა ეს პროდუქტი, რამდენად საინტერესოა. მეორე, ბოდიში გინდა თუ გჭირდება? არ მჭირდება. არა, უკვე არაფერი არ გჭირდება. ცოტა სპორტული ინტერესში ხარ, ხო? ხო, უფრო სპორტული ინტერესი შეხედავს ახლა იმდენი გასტუმრო აქ ახლა მართვაში რომ უცებ ინტერესი გეტყვი რომ მიგახვდე რას გულისხმობ და მე დავბრუნდები აქ. მე დღეს მაქვს საირმე და წყალტუბო. საქართველოს აქვს სულ 3 სამკურნალო სივრცე. საირმე, წყალტუბო და ბორჯომი. შესაბამისად მე ბორჯომის მუღამი მაქვს ახლა. თუ ბორჯომში მე რაიმე სასტუმროს ავიღებ, ეს იმას ნიშნავს, რომ სამკურნალო მიმართულებით აბსოლუტური ჰეგემონისტი გავხდები და ეს რას ნიშნავს? ახლა მარტივად მიგახვედრებ რა. ტურიზმში შემიძლია რომ ამით ბალანსი შემოვიტანო. ახლა ბალანსი რას გულისხმობს? თქვა თუ მაქვს საირმე და თქვენ გაქვთ ტურისტული კომპანია. მირეკავს ლაშა და მეუბნება რომ რავი 300 ლარად მინდა შენი პროდუქტი. იმიტომ რომ რავი წყალტუბო მაძლევს 290-ად და შენ უკეთესი ხარ და მოდის 300-ად მომეც. ან მირეკავს და მეუბნება აი ბორჯომი მაძლევს 250-ად. სამე პროდუქტი თუ მაქვს, ლაშა ვეღარ დამირეკავს და ვეღარ მეტყვის რომ ის ამას მაძლევს, ის ამას მაძლევს. კონკურენცია არა. კი. სამივე და პროდუქტი. ამ ცუდი კონკურენციით ტურისტული კომპანიები არც ეს ჯანსაღად სარგებლობენ და მან ჩაშლა არ მინდა ახლა მე სხვა დროს. ეგ ძალიან დრამატული თემა არის. ეხლა დავბრუნდები რა მიზნით ვიღებ სასტუმროებს თქო რა. გო. რამდენად მაინტერესებს, რამდენად აქვს პერსპექტივა, ამ განვითარება თუ შემიძლია და ჩვენ დამფლობელები რამდენად ვახერხებთ საერთო ენაზე მარტივად საუბრს. ან ეგ სამი რაღაცა სულ რა. შესაბამისად თუ ამ სამას რამს ხედავ, ბევრ დათმობაზე შემიძლია წავიდე. ერთ-ერთი მთავარი დათმობა ახლა ბიზნესისთვის რა არის? რომ ძალიან დაბალი ფასი უთხრა შენი მომსახურების. დავაკვირდი ლაშა ვისაც დაბალი ფასი უთხარი, მან ვერ გაიგო ჩემი ღირებულება, ვისაც მაღალი ფასი უთხარი, მან უფრო გაიგო ჩემი ოღონდ ამის რაღაცა 1 და 2 სტატისტიკა კი არის. სანდოობა და ეცა ეგრევე. ხო, სტატისტიკის მოყვარული ხარ და ესე იგი რაღაცა დონე ვერ ხარ, ახლა ნიაფი ხარ რა. იცი რა ხელას, გავოცდი. გადამწყვეტს და. ერთმა ჩემმა ძალიან წარმატებული ადამიანი არის, ჯორჯი ემბასის დამფუძნებელი რა. ჩვენი რაღაც საერთო მეგობარი არის და საერთოდ სტუმართეულობა. ხო, შაკო, ხო და შაკოსთან ესე საუბრობდით რა, რაღაც ერთი მეგობრო ვართ რა და შაკოს ვეუბნებოდი მაგას და შაკო მითხრა რომ აი რო შეხვდები რაღაც ორ სასტუმროზე იყო საუბარი. უთხარი ძვირია. ამდენად ძვირი მითხრა რომ იმ მომენტში ჩემთვის ცოტა რთულად გადასახარში. წავედი მაინც მეთქი ხარ, ამი ტრაიალ პერიოდია. 2-ჯერ, 3-ჯერ, 4-ჯერ ვისაც ძვირი უთხარი, ძვირში რას გულისხმობ, იცი სინამდვილეში რასაც ვიმსახურებ. უბრალოდ მე მაქვს რესურსი იმის, რომ თუ პროდუქტი მაინტერესებს, იმდენად მუღამი მაქვს რაღაცის განვითარების და სასტუმრო ბიზნესის განსაკუთრებით, რომ რაღაც ფინანსები შეიძლება რომ უკან გადავწიო დროებით. ახლაც, როდესაც ერთი დიდი ბრენდის 3 სასტუმრო დავიმატე, მას უთხარი, რომ მოდი, პირველი წელი შენ რაც გინდა ის ხელფასი მითხარი, იმიტომ რომ პროცესში უნდა ნახო. მე სინამდვილეში რამდენ საქმეს გიკეთებ, ერთი წელი დავსხდეთ და მე უკვე მეგეთყვი და ვისაუბროთ. ეგეთი ფორმატებიც მომწონს. გაყიდვებში თქვა მაგას გაუწერდი რეკომენდაციას, რომ შეიძლება რომ რაღაცა ეტაპზე თუ დარწმუნებული ხარო ძალიან მაგარ პროდუქტს ყიდი, მისცე მას უფლება რომ მოდი პირველ ჯერზე შენ გადამიხადე რამდენსაც ჩაქრე საჭიროდ. დემო ვერსია. ხო, დემო ვერსია. რაღაც ტრაიალ პერიოდი და მე გადავხედოთ და ვისაუბროთ. იდეაში ეგანკესია, მაგრამ ნუ ოკეი. ნახე, შეგნებულად არ ხმარობს გავს სიტყვებს, იმიტომ რომ ხო ყველას გაგვივლია ეგ ტრენინგები რა და მე იმ დამკვეთს პოტენციურ დამკვეთს გონია რომ რაღაცას უსრულებ და იქ რომ რაღაცები დატრენინგებულა, იქ გადადის ფიქრით. რომ ეხლა ეს რაღაცას ხო არ მისრულებს. მან და რაღაცა. ამიტომ ეგეთ სიტყვებს დიდი ხანი აღარ ვიყენებ. რომ აღმოვაჩინე პროცესში რომ ვესაუბრებოდი ადამიანს და
რაღაცა სიტყვებმა რაღაცა სხვა რამე გაახსენა და ჩემი დიალოგიდან გამექცა და თვალის კონტაქტი დაუკარგა. მე ვხვდი რომ აი ეს რაღაც ტრენინგები რაც მე გამივლია თქვენ გაგივლიათ რაღაც დიდ მასას გაუვლია და იმ ლექტორებს არ ყოფნია ფანტაზია და ყველგან ერთ ეგრევე სიტყვები გამოიყენა. და ამიტომ ვიცით ახლა ჩვენ რა სიტყვებზე შეიძლება და რამე დარწმუნდა ამ დროს მაგალითად როდესაც შენ პირობითად აცდი რომ თვითონ თქვენს თავისი ფასი ყოფილა მომენტი რომ იმაზე ბევრად მეტი უთქვამს ვიდრე ელოდი? და ეხა ისეთ გაბარელ ფასს არ გეუბნები, მაგრამ იმაზე მე თუ დაახლოებით არ მახსენდება, მაგრამ ქონია შემთხვევები რომ დაუსაბუთებია რაც მომწონს. ეხა ერთი სასტუმრო მაქვს, მე 5 წელია. იმდენად კარგად დათვალა იმ სასტუმროს გენერალურმა დირექტორმა როგორ უნდა გადაეხადა ჩემთვის და რატო და რამდენი რომ ეგეთ ახსნას აი სუპერ კომპეტენტური იყო. ანუ მარტივი რაღაც გააკეთა რა. ირაკლი რომ კაგრობს თუ არ დავიქირავებო, მე დამჭირდება 100-ნომრიანი სასტუმრო არის. ჩამოთვალა. ეხა მე ამათო უნდა გადაუხადო ფიქსირებული ხელფასიო ამდენი თავის საშემოსავლოს ჩათვლითო. ამის მე-5-ს მოგცემ ფიქს სელერის სახით, დანარჩენს ბონუსათო. ოღონდ ისე ავაწყობ ბონუსს რომ ამ რიცხვის ირგვლივ ვიტრიალებო და თუ მე მგონი მისაღები უნდა იყოს. აი ეგეთ ლოგიკები მევასება. სწორი. ანუ мотивациაც აქვს რომ, мотивациაც გაქვს რომ, ანუ ხო, ანუ აი ეგ мотивациაზე გამახსენდა რა. თუ კაგრობს ქვია წარმატებული კომპანია, წარმატებულობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ასევე არის ბიზნეს მოდელი. ეხლა ბიზნეს მოდელში რას გულისხმობ? ბიზნეს რაც არ უყვარს, ეს არის ფიქსირებული ხარჯი. ფიქსირებული ხარჯია, რომელიც განგრევს რა. შესაბამისად, ფიქსირებული ხარჯის როლი ჯამურ ხარჯში, რაც უფრო დაბალი გაქვს, მით უფრო сейფიტი ამ დაცული არის ბიზნესი. კი, ანუ შესაბამისად, ჩემი მოდელი არის როგორ? აი ამ ქალბატონმა თავის დროზე რომ ეს გამიზიარა, იმდენად მომეწონა, რომ სხვა მფლობელებთანაც ანალოგიურ კომუნიკაციაში ვიყენებ და ესე ვასაბუთებ რა. ჩემი ფიქს სელერი არის აბსოლუტური მინიმალური. ყველაფერი ავაწყოთ საბონუსო სისტემაზე. საბონუსო სისტემა არის ძალიან მარტივი. რავი, რაც დაგიბიუჯეტე, მაგალითად იანვარში, თუ შეგისრულე 50%-ით ბანძი ვარ და არაფერი არ მინდა, თუ შეგისრულე 50-დან 80%-მდე, მაშინ რაღაც X% გადამიხადე შემოსავლის, თუ 80% და მეტი, ანუ რაც დავაბიუჯეტე იმის ძალიან ახლოს ვიტრიალე, X + Y%. აზზე მოსული ფლობელი ან გენერალური დირექტორი მაშინ გადაიაზრებს იმას, რომ თუ მაქვს შემოსავალი გადავხდი. აქ რა არის რისკი? არც არაფერი. და ოკეი, ჩამოვართვით ხელი. და გაუზარდო. მთელი მოდელი ეგ არის რა, ჩემი ფიქსირებული სელერი ყველგან არის ისეთი, რომ გათვლილი მაქვს, რომ რაღაც თანამშრომლობის საწვავისთვის უნდა მეყოს, რაღაც მარტივად სამევლინებო რეგიონებში რომ და ეგეთ მარტივ რაღაცებს. ხო. განჩენი ყველაფერი. ხო. საოპერაციო ხარჯი რაც არის კომპანიაში მარტივ. კაი, ნახე ძალიან საინტერესოდ ვუდგებით ახლა ამ თემას და უფრო სიღრმისეულად გაიშალა ვიდრე ველოდი ამას რა და ძალიან დიდი მადლობა ირაკლი შენ. ხო, შენ გავაკეთე და გაინტერესდა. აზარში შევედი. ძალიან ჩაერთო და 1-2 გადახვევაც ქონდა და ჩავხედე, ოპა, რა ხდება? თან ოფერს დაგიტოვებ და ნახე, ეს გადაცემა შეიძლება ნახოს, შეიძლება კი რა დიდი ალბათობით ნახოს ბევრი დამწყები სეილიც რა და რა არის იცი მნიშვნელოვანი, მე მინდა ყველას აი ძირითადად ყველას დაუსვით მსგავსი კითხვა რა, როცა რაღაცა ისე არ მიდის რა, როცა გაყიდვები არ გამოგდის, ხო, როცა ხვდები რომ ანუ რაღაცა გაქვს შესაძლებელი რა, ანუ რას აკეთებ, ანუ შენს კონკრეტულ შემთხვევაში როცა გაყიდვები არ მიდის რა, რას ცდილობ, რას აკეთებ რა, იმიტომ რომ შენი რჩევა რეკომენდაცია შეიძლება სასიცოცხლო აღმოჩნდეს რომელიმე სეილისთვის რა, რომელიც ახლა ფიქრობს რომ ეს არ არის ჩემი სფერო და ნუ კარი უნდა დავკეტო, ბუცები დავკიდო ლუსმაზე და წავედი. ხო. მე ხვდი, მოდი ზოგადადაც გიპასუხებ და მე უფრო კონკრეტულად რა. პირველი რაც თქვი, ეს არის დისციპლინა რა. ახლა ჩემი დღე მაქვს პირობითად ორ ნაწილად გაყოფილი. პირველი ნაწილი არის must to do, მეორე ნაწილი არის თავისუფალი დრო. თუ მე მაქვს გასაკეთებელი დღეში 20 sales call-ი, რაც არ უნდა მოხდეს, აუცილებლად გავაკეთებ იმ 20 sales call-ს. თუ თქვათ რაღაც სასწაული მოხდა და ვერ გავაკეთებ 20 და გავაკეთებ 15, მეორე დღეს გავაკეთებ 25-ს. ანუ ამას არაფრით არ დავარხო. ანუ დღის პირველი ნაწილი მაქვს რუტინა დავარქვათ, რაც აუცილებლად საკეთებლებია და აუცილებლად საკეთებლებში
დამერწმუნეთ ეს მუშაობს. ეს რუტინა. მე არა რუტინა. აი მე და შენ რასაც ვაკეთებთ. მე და ლაშა. მე ჩავმიყალიბ და ეგეთი ისა რა. მაშინ იყო ფაბრიკა ახალი გახსნილი რა. მე და ლაშა რო მუშაობდით და ხშირად ვამბობდით რომ 10-დან 6-მდე შარვალ კოსტუმში ჩაცმული რა ბიზნესაც ვაკეთებთ, იმის საწყისები გუშინ დავიწყეთ ფაბრიკაში 6-ის შემდეგ ლუდით ხელში. იმიტომ რომ მაშინ ახალი გახსნილი იყო და რაღაც ახალგაზრდების ჰაბა თითლებოდა და სასტუმროები, ტურისტული, მოკეთ ჰოსპიტალიტი ბიზნესში მოასპარეზე ადამიანები საღამოობით იქ იყო, არასამუშაო გარემოში. ანუ გაყიდვებისთვის ერთ-ერთი მიმართულება არის ის, რომ იცოდე შენ როდესაც არ მუშაობ, მაინც მუშაობ. ანუ მაინც შეიძლება არ გეცვას შარვალ კოსტუმი, სადღაც სივრცეში იყო, მაგრამ იქაც შინაგანად მუშაობ. შესაბამისად, შენ სამუშაო skills, საკომუნიკაციო ენას როგორ გამოიყენებ, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ძალიან ბევრი მაგალითი. გაყიდვებისთვის კიდე რასაც ურჩევდი, 21 საუკუნის დასაწყისში იყო ეს ძალიან ტრენდული, რომ თავარია შეგეფუთა და რაღაც. დღეს ვფიქრობ, რომ პირიქით, რასაც დაპირდებით თქვენ მომხმარებელს, აუცილებლად დაახვედრეთ, რომ ის გახდეს შენი repeated guest-ი. სასტუმროში ასე არის. ჩვენ სასტუმროს წარმატებულობას ვზომავთ ამით. რაც უფრო მეტი განმეორებითი სტუმარი ყავს, ესე იგი შესაბამისად კარგია სასტუმროს მომსახურება. და მაგიტომ მოუნდა, რომ მე ჩამოვიდეს. მე გვაქვს ჩვენი ლოიალობის პროგრამები, და იქ უთითებენ თუ word of mouth-ით მეგობარს გაუზია და ასე შემდეგ. ანუ ამით განისაზღვრება. შესაბამისად გაყიდვას ურჩევდი, რომ აი არ შეფუთოთ. ანუ მოკლევადიან პერსპექტივაში ეს იმუშავებს, ძელვადიანში გაწყდება. ყველა ვარიანტში. კი ბატონო, ძალიან შეავლებს ეს მხარეც ერთ-ერთი გაყიდვების მერე ეს მხარეც შეავლებს. გაყიდვები ეს არის უფრო გაყიდვები და ეს არის რეალური ბრძოლის ველი რა, სადაც გაყიდვებს ამას თავისი სქემა ხო აქვს. ანუ იმას კი გულისხმობ, აი რაღაც ხერხემანი ხო არის და მაგის მიხედვით ყველა პროფილს ასე ვთქვათ არგებ, ხო? როგორც შეიძლება და ანუ ეს მხარე ჩემთვის მართლა უცნობი იყო და მომხიბლა რომ ვეცნობი გემთება. ნახე. მე მაინტერესებს ირაკლი ამდენი წლის განმავლობის შემდეგ და ამხელა სამუშაოს შესრულების შემდეგ დღეს შენთვის კლიენტისგან უარი რას ნიშნავს? ცოტა ეგოისტურად გამომივა ეხა, მაგრამ მართლა ვერ ვიხსენებ ბოლოს როდის მივიღე კლიენტისგან უარი. აი, უბრალოდ როცა იყო, ну აი მაგ დროს აი რაღაც გრძნობ ხოლმე და აი რაღაც ფიქრობ რამე მიაკელი რაღაცა ისე ვერ უთხარი თუ რა ეს გაქონდა გეკონება შინაგანად. კლიენტისგან უარი, მომხმარებლისგან უარი. ან თუნდაც მომხმარებელმა ეხა რო უთხრას უარი ხო? თუ ვარს მეუბნება აუცილებლად ვინტერესდები რა იყო ამ უარის მიზეზი და მაშინვე ალტრუისტულად ვდგები და ვეუბნები რომ არ ეგუება. მითხარი, ანუ პირიქით ვაგრძნობინებ რა. მას ვეუბნები რომ ოკეი, შენ უკვე რაღაც გადაგხარშე და დაგთმე, უბრალოდ გამიზიარე რომ სამომავლოდ გავითვალისწინო. ანუ პირობითად რატომაც მითხარი უარი, გავიგე და თქვენ უკვე დაგკარგეთ. ჩემთვის ძალიან სამწუხაროა, მაგრამ თუ დამიტოვებ რაღაცა რამოდენიმე წინანდებას, რასაც რევიუს სახით ეს გავითვალისწინე, ხო? არის იდეალური. არასოდეს არ უნდა შეწყვიტო განვითარება. ეს ერთი. მეორე. სამოქმედო გეგმა ფაქტებს თან. ტექნიკურად. ხო, ანუ კი, რა თქმა უნდა. გეგმას რომ მომოვაწყებს როგორ? კი და რაღაცა პერიოდის შემდეგ მოუბრუნდები თან. ანუ აუცილებლად მოუბრუნდები. ახლა თუ სტუმარ-მასპინძლობის ბიზნესია საუბარი, რამდენი მაგ ესე ჩაკეცილი იცი? აი ბევრი კომპანიები არის, რომელსაც სანამ ამხელა გავხდებოდი რაღაც კონკრეტულ არეაში ვიყავ, მაგალითად თბილისში, ხო? შესაბამისად ბევრ ტურისტს უთქვამს, რომ აი თბილისს აღჯავშნი. ან თბილისს უჯავშნი, შენ სასტუმროს ვერ დავჯავშნი, იმიტომ რომ დიდი კონკურენცია არის, სხვა ბევრად უფრო პატარა დაბალ ფასს მაძლევს და შემდეგ. ყველაფერი მაქვს დასეირებული, მინდა თუ არ მინდა, რაღაც პაპკებად არის თავში. და მე რაღაც დავიმატე საერთმე, დაურეკე, დავიმატე წყალტუბო და მე უკვე იუმორში გადადიხარ, ეხლა ამდენი კომუნიკაცია რომ გაქვს, შენ მითხარი რომელი სასტუმრო დავიმატო და ბარემ იმას დავიმატებ, რომ დავიგო რა. ჩემთან იყავი რა ბარემ. ოღონდ თან უარის მიღებაც შეიძლება რა.
ანუ არ ვფიქრობ რომ უნდა დათმოდა გაჩერდე და ასე შემდეგ, მაგრამ აი მომაბეზრებლად კომუნიკაციაც არ მომწონს. ეხლა მაგალითად ჩემს გაყიდვების teams ვეუბნები რომ sales call-ებს რო აკეთებენ არავითარ შემთხვევაში აი ჩვენ რაღაც შკალები გვაქვს რა უკავშირების რო ვისაუბრე 10 ბალიანი 8 ბალიანი დადებითი ქონდა მაღალი ხმა ქონდა დაბალი ხმა ქონდა ამის მეკეთ რა მაგრამ ავიღოთ რომ ნეიტრალური თუ ნეიტრალური და ნორმალური კომუნიკაცია მიდის მხოლოდ ორ კვირაში ერთხელ აქვს recall-ის გაკეთების უფლება მანამდე არ ან დღეს თუ ესაუბრა და საუბრის შინაარსი გაიარეს და იქ რაღაც კითხვის ნიშნები არ დარჩა რის გამოთაც უნდა დაუბრუნდეს სარით მომდევნო ორი კვირის განმავლობაში დარეკვის უფლება არ აქვს რომ მომაბეზრებლად არ უნდა გადავიდეს ეს რა და არ უნდა შეაწუხო არავითარ შემთხვევაში რა პლუს ამას შენი პროდუქტის ღირებულება ყოველთვის უნდა შეინარჩუნო არ უნდა გაუფასო ხო ხო ის თავს ზესუმზე რა ხო ვიცით მაგის მაგალითად რომ ზედმეტი დახრაც დაგწოვს რა ეგ დასაცავია ყოფილა მომენტი როცა ფული პოდკასტი გქონდა აზრ შევედი საინტერესო წამყვანები ვარ კარგები რა დიდი მომენტი როცა ფული დაგიკარგავს არასწორი გადაწყვეტილების გამო რამდენიც გინდა რამდენიც გინდა ანუ მე მაგ დროს თავს ვიმშვიდებ რით იცი კახა ბედუქიძემ იცოდა ხოლმე რომ როცა ბიზნეს იწყებო ან წარმატებული ხარო და ან სწავლობ და ირაკეთში ხარ ერთ ჩემი კარგი მეგობარი და მეო პირველი სწავლა $60,000 დამიჭირა პირველი სწავლა ხო ან რაღაც ბიზნესი დაიწყო ეთყობა და არ გაუმართლა და შემდეგ რა და ანუ კი ბევრი ფული ანუ თან კიდე რთული მომენტი რა არის იცი ეხლა დაკარგვაზე გამახსენდა ეს სასტუმრო ბიზნესი ანუ მსახურებას ხედი რა ანუ აბსოლუტურად ეს არ არის რომ რაღაც წარმოება დამიჯდა $10 და მე 11-ად უნდა გავყიდო და რომ მიგახვედრო ეხლა მარტივად რატო არ არის ეგ უცებ აგიხსნი დაკავებული ოთახის თვით ღირებულება რომ დავთვალოთ მათემატიკურად რა გამოდის ანუ 24 საათის განმავლობაში იმ ოთახმა რა კომუნალურების დაწერა და ეს არის 5-7 ლარი მეტი არა იმ ოთახის ეგრეთ წოდებული ემენიტები, ანუ პირველად მოხარებს სიგნალის საშუალებები, ანუ დღეს საშუალო და მაღალი ხარისხის გიჯდება დაახლოებით 15-დან 20 ლარამდე. ერთი ოთახისთვის. იმ ოთახის თეთრეულის რეცხვა, საშუალოდ თითო ოთახის თეთრეული არის 3-დან 5 კილოგრამამდე და დღეს ახლა 2 ლარ ნახევარი ღირს რეცხვა, ანუ რაღაც კიდე 10 ლარი იყოს. და housekeeping-ი ანუ მე ვამბობ დამატებითი ხარჯი რა წარმოგეშვება, როცა აი დაკეტილი იყო კარები და რო შეაღე დამატებითი ხარჯი რა არ ვარი ემენიტები, რეცხვა, კომუნალურები და ეს ტიპები მეორე დღეს რო საუზმეს ჭამენ. თითო ადამიანზე ვთქვათ 10 ლარი. ანუ ორ ადგილიან ნომერში 20 ლარი, 10, 15, 10. დაახლოებით 55 ლარი არის დამატებით წარმოქმნილი ღირებულება, როდესაც ადამიანი შევიდა ოთახში. და ამ 55 ლარიანს შენ ყიდი გინდა 300 ლარად, გინდა 600 ლარად, გინდა 1000 ლარად. და დაკარგული ფული არის ყველა, თუ მოლაპარაკება სწრაფად დავამთავრე. თუ მაგათი ვიღაც ვხარ რომ 220 ლარად გაძლევ ორ ადგილიან ნომერს და მე ვუნება რომ ოკეი, მადლობა, კარგია, წავედი. მაშინ ფიქრი გეწყება იმის რომ ნეტა 250 მეტი. აი, თურმე 300-ით შემეძლო. ანუ ეხა ზამთრის პერიოდი რო გავიარეთ, revenue manager-ების ეს ფიქრი ყოველთვის არის. რომ აი 90%-იან დატვირთულობაზე გავედი, ძალიან კარგი ფასი დავიჭირე, მაგრამ იქნება უფრო მაღალი შემეძლო. იმიტომ რაც გამოვიტანე გასაყიდად ყველაფერი გაიყიდა. ეგ დანაკლეს სულ გაქვს და მოდი ჩავთვალოთ რომ დაკარგული ფული. სულ ზღვარს ეძლებ, ლიმიტს ეძებ რა. აი რა ლიმიტამდე შეგიძლია გაუძირო და გააწურინო რა. ხო, თან ისე რომ ამ პარტნიორებთან ჯანსაღი კომუნიკაცია შეინარჩუნა. თუ ამ პარტნიორმა იგრძნო რომ შენ ბოდიში ამ შარგონში და ხო, წეწავ როგორც კი ალტერნატივა მიეცემა დავა. ანუ აუცილებლად ის გამოყვება, იმიტომ რომ იმ მომენტში სხვა გზა არ აქვს, მაგრამ ის შენი პარტნიორი აღარ არის. და პარტნიორობა ფიქრობ რომ ამ სიტყვას, თვითონ სიტყვას ძალიან კარგი ქართული სიტყვა არის, კარგად უნდა გადააზრება და ხშირად ამიხსნია ხოლმე ტურისტული კომპანიებისთვის. მე და შენ როგორც ტურისტული კომპანიები ვართ პარტნიორები. მე და შენ ვართ ერთ მხარეს და ჩვენ ერთად ყიდით მესამე პირზე რაღაც პროდუქტს. ამიტომ ნუ დამაწვევი. ნახე, ტურისტული კომპანია ყიდის რაღაც სერვისს, რომელიც შედგება
სასტუმრო განთავსება, სარესტორნო კვება, გიდი, მძღოლი, ტური. რაღაც ეგ. ყველა არის სერვისი. მე თუ მომაწვევი რომ რაც შეიძლება დაბალი ფასი მომეცი, მე შეპირველში კარგი სერვისი უნდა მოგცე. თუ დაბალ ფასს მოგცე, მე შეიძლება იძულებული გავხდე რომ 24 საათიანი დიასახლისი არ მყავდეს, საუზმეზე რაღაცები მოგიკლო, რაღაცა დესკის თანამშრომელი კვალიფიციური არ მყავდეს და ასე შემდეგ და ხარეს და ანუ ამის ახსნა ხშირად მიწევს ტურისტულ კომპანიებთან რომ აი უბრალოდ ფასი დამიკელია. ანუ მაშინ მივყვეთ რის სანაცვლოდ. კიტრი და პომიდორი ამოვიღოთ საუზმი და თუ გინდა. თუ კიტრი. და მე ხო. მე მქონია სხვათა შორის შემთხვევა, ერთ-ერთი გავიხსენე, აღარ დავასახელებ კომპანიას. ტიპი იმ დონეზე მევაჭრებოდა, რომ ამოვიღეო ეს მოხრჩული კვერცხები დაუდეო და სოსისები არ უნდა უმეტი არაფერიო და როგორ გინდა ეხა ამოვიღო ამათვის ცალკე გაშალო ბრექვესტი და სოსისი და ბოდიში კვერცხი იყოს და დალშე ჩვეულებრივი შვედური მაგი და თუ საბძდიო და სადვაკონტროლო ეხა ვინ რამდენი უნდა ჭამოს. ხო, ნუ ეგ არის ხა. ფანტაზია იმასაც ამხოლია რომ. კი, ძალიან. ფანტაზია. ძალიან. რა ნიშანს ამ ჩნებ პირველ წუთას კლინს? აი შევძე ენერგეტიკას. ხო. ენერგეტიკა პრაქტიკულად მნიშვნელოვანია. ნახე, გაყიდვების მენეჯერებს, ამ პოტენციურად გაყიდვების მენეჯერებს აუცილებლად ურჩევდი, რომ სხვადასხვა ტიპის ტრენინგები გაიაროს. თუნდაც მისთვის არასაინტერესო, მაგრამ მაინც კონდეს თავში ინფორმაციულად რა. დღეს მიმდინარე ტრენინგი არსებობს სხვადასხვა სკილების და ასე შემდეგ. ჩვენ მაგალითად NLP მასტერინგი რო გავიარე, მეგონა რომ თავიდან დავიბადეთ რა. და ეს ადამიანების მართვის ხელოვნება და რაღაცა სუნთქვაზე დასმა და კინესთეტიკობა და რაღაცა ხუზის დადების თერაპია და ასე შემდეგ. შეიძლება შენთვის როგორც პიროვნებისთვის არ იყოს თლათ მისაღები, მაგრამ ეს ტექნიკები უნდა იცოდე, რომ თუ ვინმე აქეთ დაგიწყებს ხავს რამეს, იდენტიფიცირებას მაინც ახდენდა. რომ აი ხა მე ეს რო თვალის კონტაქტს იჭერს, მე რომ ნიკაპზე ჩამოდის და ცხვირზე ადის მისი თვალის კონტაქტით, ანუ რაღაც ღუზას მადებს რა და მე რომ ხარზე ხელს მარტყამს, ან ღუზის დადებას ცდილობს და ასე ანუ მინიმუმ ამისთვის უნდა იცოდეს. თუ თვითონვე განავითარებს ამას, ახლა ენერგეტიკაზე გამახსოვნა რა, ენერგეტიკების ამოცნობა ჩემთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. თუ ხედავ რომ დადებით ენერგეტიკა არ მოდის, საერთოდ სხვა ტემბრით ვიწყებ საუბარს და ძალიან დაბალ ხმაზე და მონოტონურად, რომ მისი ტვინი მაქსიმალურად დავძაბო და ფოკუსირება ჩემზე გააკეთოს. ხო. რომ აი ეს ენერგეტიკა ნელ-ნელა გაუშვა და იმ დროს ავწიო ხმა, როცა ისმინდა გაუზიო, რაც მინდა რომ მისმა ტვინმამ გაიგონოს რა და ეგ ტექნიკები ხო პირველი მაგას ვიჭერ რა. აი აქ ლოგო უნდა გამოანათლა ხა. ტექნიკებს ხო. კაი, ირაკლი, რა არის მთავარი განსხვავება სეილსა და ბიზნესის მფლობელს შორის? ძალიან გაიგითხვა. სეილსა და ბიზნესის მფლობელს შორის. აი მთავარი განსხვავება, ბევრი არის და ერთი-ორი რო მითხრა. როგორ გითხრა? სეილი არის ადამიანი, რომელიც არის ბიზნესის მფლობელის მიერ შექმნილი პროდუქტის წარმატების გარანტია. ოკეი, ფენერია. და ბიზნესის მფლობელი არის ადამიანი, რომელმაც უნდა შექმნას შემდეგი ბიზნესი, რომ ეს გაყიდვები არ მოაწყინოს. თორე თუ მოაწყინა, იმ პროდუქტსაც ნელ-ნელა დაუნზე გაუშვებს. არის სტიმულატორია. კი, აბა. კი, აბა. ნახე, ბიზნესი ვერ შეძლებს იმაზე მეტი გადაუხადოს, რამდენიც ბიზნესს არ შეუძლია. აი, მაგალითად ავიღოთ რაღაც X სასტუმრო. X სასტუმროს თუ შეუძლია რომ რაღაც გაყიდვების დეპარტამენტში სახელმწიფო ფონდის სახით გასცეს 20,000 ლარი, თუ გასცემს 100, ანუ გაკვეტრდება ბიზნესი. შეიძლება ამის მფლობელი ძალიან უნდოდეს რომ აი იმსახურებს რა კაგრუპი რომ 100 მივცე და ვერ დათვალოს. და წავა ჩიხში ჯობს რომ ამ ბიზნესის მფლობელმა თუ ფიქრობს რომ კაგრუპი ანუ გაყიდვები რაღაცა მეც იმსახურებს ახალი და ახალი ბიზნესები შეუქმნას რომ ამ კაგრუპთან განვითარება შეძლოს. ხო ვთქვით რომ ეს ცოცხალი არის და ცოცხალს სულ მოძრაობა ჭირდება. ამიტომ გაყიდვები არის წარმატების გარანტი ბიზნესის მფლობელისთვის, ბიზნესის მფლობელის მოვალეობა ვალდებულება უნდა იყოს რომ კიდევ უფრო მეტი ახალი პროდუქტი შესწავლოს. ორივე ბედნიერი. კაი, ნახოთ ახლა სწრაფი კითხვების რუბრიკა რა. აი ხო, ანუ მარტივი პასუხები რა ეგრევე რა. ფული თუ თავისუფლება? ფული თუ თავისუფლება? ფული. გაყიდვა თუ მართვა? მართვა. რისკი თუ სტაბილურობა?
სტაბილურობა. სწრაფი ფული თუ დიდი თამაში? სწრაფი ფული თუ დიდი თამაში. დიდი თამაში ხამა. და ანუ ბოლოს პასუხი სავარაუდოდ ვიცი, ერთი დიდი გარიგება თუ ბევრი პატარა? ბევრი. ეს ბიზნეს ქმნის safety-ს რა. როგორი კითხვები ხო ახლა? ხო, მაგრამ ქვეცნობიერმა რაც წამოიყო, ოკეი, დაუკვირდა გაიგე. ანუ ფული და თავისუფლება ახლა ალბათ თავისუფლება ყველა ანუ მოდი თქვენ ფული მომეცით თავისუფლებას მე თვითონ შექმნი ფული ყველაფერი შექმნი. საინტერესო იყო. კაი, ეხლა მე მაინტერესებს ეხლა დღეს რომ თავიდან იწყებდა. რას გაკეთებდი სხვანაირად? ძალიან ბევრი ამის. მაგალითად. ნახე, შენ როდესაც სტარტაპერი ხარ და რაღაც სფეროში ანტრეპრენერი ხარ. იქ რა თქმა უნდა, ბევრი ისეთ გზაზე გიწევს სიარული, რომელზეც ჯერ არავის არ უვლია. შენ კი არა, საერთოდ არავის არ უვლია. ანუ ვიღაცას რომ მევლო, რაღაცას წაიკითხოდი. შესაბამისად, აქ რა თქმა უნდა, უშუალო შეცდომებს. კადრების მიმართულებით, ბიზნესის დივერსიფიცირების მიმართულებით, კომუნიკაციის მიმართულებით, სტრატეგიულობის ანუ ბევრ რამეს შევცვლით. ანუ უშუალოდ ბიზნესურად რომ შევხედოთ, ანუ თუ თავიდან დავიწყებდი, თავიდან კი არა. 6 თვით რომ გადამახვიო უკან რაღაცებს ხონერად გავაკეთებდი. ანუ პროცესია, რომელსაც აი რომ გაივლე, ოკეი, აქ ეს არ მომეწონა, იქ ის არ მომეწონა, მოდი საომალოდ გავითვალისწინებთ. იმდენი არის თან ეს რომ ეხლა ჩვენ კაგრუპში, ასე ვთქვათ, ბორდის წევრი 4 ადამიანი ვართ რა. აბსოლუტურად ყველაფერს ვაზიარებ ამ 3 ადამიანში, რომ მე შეიძლება რაღაც დამავიწყდეს, იმიტომ რომ დღის განმავლობაში ბევრი ინფორმაცია შედის და გადის, მოდი თქვენ რომ არ დაგავიწყეთ და ყველამ რაღაცა ესე ვინიშნავთ, იმიტომ რომ კი შესწავლას უშვებ ხა ჯანსაღი პროცესია, შესწავლა მოსულა არა უშვებს. დღეს რა არის შენი თავარი შემოსავლის წყარო და როგორ არის შენ ეს? თავარი შემოსავლის წყარო არის ჩემი კაგრუპი, თავარი და ერთადერთი. როგორ ავაშენე? უდიდესი სიყვარულით. ასევე ავაშენე იმით, რომ ეს ხალხი დაქირავებულად შრომას თავს ანებებსო, იმიტომ რომ ყოველდღე 10-დან 6-მდე არ იმუშავნო და ეს ბლეფიაო, ეგ არის აი კრიტიკულად მართალი წინადადება. შენ როდესაც შენ ბიზნესს იწყობ, აღარ არსებობს იქ საათი. სულ მუშაობ. შესაბამისად ავაშენეთ ეგრე, რომ სულ მუშაობთ. სულ ოღონდ რაც მომწონს ამ ჩემს სულ მუშაობაში. ნებისმიერ დროს შემიძლია შევწყვიტო. ანუ მე რადგანაც 10-დან 6-მდე არ მუშაობ და სულ მუშაობ, შესაბამისად თუ ლაშა დამერეკავს რომ მოდი რა 8-ზე გამომიარე, 2-ზე გამომიარე, 5-ზე გამომიარე, ნებისმიერ დროს შემიძლია ლეპტოპი დავხურო და ოკეი, მიდივარ ლაშასთან. ეს ჩემთვის თავისუფლების შეგრძნებას მაძლევს და ხო, დიდი სიყვარულით შევქმნები. Flexible ტიპი. Flexible. კიდე რას დავამატებ, იცი? ბოდიში ვარ დამავიწყდეს. მე მჯერა და ვფიქრობ, რომ თელ გუნდს ჯერა, რომ ჩვენ რასაც ვქნით, ვიღაცისთვის საჭირო პროდუქტს ვქნით. და არა იმიტომ, რომ რაღაც ხელფასი ავიღოთ, ჯიბეში ჩავივიდოთ და სადღაც წავიდეთ და მე ამ ფულით ან ვიგულავთ, ან რაღაც ვაკეთოთ რა. ვინ არ გინდა ხალხს ეხმარები? ეხმარები? 100% დარწმუნებული. სტუმარ მასმეძლობის ბიზნესში ჩვენ რასაც ვაკეთებთ, ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი მინიმუმ იმ სასტუმროებისთვის, ვისაც ვაკეთებთ. და ამის რაღაც მარტივად შედარებები ყოველთვის შეიძლება სად იყო მანამ საღამო ჩვენ ჩავერთვებოდით, დღეს სად არის, მე შეგვიძლია რაღაც ტრაიალ პერიოდი ავიღოთ და 2 წლით გავეთიშოთ და დავაკვირდეთ სად იქნება და ამით გაზომა, ამიტომ ვფიქრობ, რომ ღირებულ საქმეს ვაკეთებთ რა. პროდუქტი, რომელიც პრობლემას აგვარებს. კი. და ძალიან დიდ პრობლემას აგვარებს. თან მე რა მომწონს რა, გაყიდვები ყოველთვის გაძლევს ლავირების საშუალებას, მარკეტინგი ყოველთვის გაძლევს ლავირების საშუალებას. მათემატიკა არის ზუსტი მეცნიერება, რიცხვებს ვერსად ვერ გაიქცევი, ამიტომ მე ყოველთვის ვეუბნები ჩემ ბიზნეს ფლობელს, რომ დავწეროთ რიცხვები, მე თუ ამ რიცხვებს გავაკეთებ, მალდივებიდან გავაკეთებ, ტაილანდიდან გავაკეთებ, უბრალოდ ჩემი უბნიდან ავანგარდიდან, it's not your job. დავწეროთ. როგორ გადახვედი კიდე მდგომარეობიდან მართო მდგომარეობაზე? ბევრი დრო უნდა. ეგ არ არის ადვილი პროცესი. მე ვამბობ, რომ გამიმართლა ბევრ რამეში. გამიმართლა სოციუმში რა
სოციუმშიც ვტრიალებ, ყოველდღიურ რეჟიმში, იმიტომ რომ ჩემო თახში მაგალითად მიზის ადამიანი, რომელსაც human psychology-ის მიმართულებით აქვს უდიდესი განათლება, გამოცდილება, რაც სერტიფიცირებული Eriksson-ის კოუჩი არის და ასე შემდეგ და თან ეს ადამიანი არის ჩემი ბავშვობის მეგობარი. შესაბამისად, ის ალტრუისტულად თავის და უნებლიეთ ჩემზე რაღაცა გარკვეულ ზეგავლენას ახდენს, ისე რომ არც შემაწუხოს, რომ მე ამაზე აგრესია არ გამიშთეს. ანუ მოკლედ ამის კარგი ტექნოლოგია აქვს და მის გარდა არიან კიდე რამოდენიმე. ნუ მაგრამ ის კრიტიკულად გამორჩეულად რო აღმოუჩინე ეგ რო შენ ეხა ჩემზე მუშაობ თქო, რომ რაღაცა აქიდან ამ ფორმატზე გადამიყვანო და ხშირად გაგხოლმე რა რომ მათემატიკა არ გაძლევს ამის გაქანებას რა და ის დამადგებოდა თავზე და მოდი ეხა ეს უცადოთ, რაღაცა უტოპიურად თარგეტებს დამიდებდა ხოლმე, ну მინიმუმ შენ თავში გაჯდებაო რა. ამიტომ ეგ გამიმართლა და რაღაცა დროის შემდეგ მას მერე მოდის როცა შენ რომ კომპეტენტური ხარ მარტო შენ კი არ გჯერა, არამედ ყოველდღიურ რეჟიმში გძნობ ამას. აი მაგის მერე მოდის ეგ რომ თავისით. დამაკმაყოფილებელი იყო? ვიტანე პასუხი? ნახე ირაკლი როგორი კითხვა მაქვს, ერთად ვიდით სასტუმროს. და სანამ დავიწყებთ ჩაწერას, მანამდე მოვიხილეთ ეგ კაი ბედნიერი წლები. აუ, მაგარი დრო იყო და მაგარი მასწავლებელი იყო. ძალიან კაი დრო იყო და აი იმ დრომ და მასწავლებელმა ძალიან დიდი გავლენა მოახდინა ჩვენზე რა. მე მაინტერესებს აი იქიდან მოყოლებული რა შეცვალე და რა დახვეწე შენში. მოდი ესე ვიტყვი რა, უშუალოდ გაყიდვების ტექნიკების მიმართულებით რომ გითხრა რაიმე შევცვალე, არა, იმიტომ რომ ვისგანაც ვისწავლეთ ანუ ძალიან მომწურავად ვისწავლე რა. უფრო ვიტყვი რომ დროის გასვლასთან ერთად განვითარებამ რაც მოიტანა, იმის ლავირებებს გავყევი და ეხლა ნუ იქიდან გამომდინარე რომ ბევრი სასტუმრო გაქვს, სხვადასხვა ქვია მაგას სამართავი პროგრამების სწავლა მიწევს, ანუ revenues პროგრამები უნდა გქონდეს, ბევრი სხვადასხვა ტექნიკები უნდა გქონდეს, მე არეალი იზრდება და შესაბამისად პასუხისმგებლობაც იზრდება და უფრო ესენი გავზარდე ვიდრე უშუალოდ გაყიდვების ტექნიკები, იმიტომ რომ გაყიდვების ტექნიკები, როგორც აღვნიშნე, არის თან ძალიან ცოცხალი, თან რაღაცა სტრუქტურას ექვემდებარება და იმ სტრუქტურას თუ კარგად დაამუღამებ და დაამხეცებ, 4-5 ტიპის ადამიანი გვხვდება. ამ 5 ტიპის ადამიანს როგორ უნდა კომუნიკაციო, ესენი თუ რაღაცა მოტორიკის დონეზე გაქვს ჩამოყვანილი, ანუ სულ მაგალითი მოგხვავდა იმის რა, რომ თითოეულ ტექნიკას რასაც სწავლობ, 40 დღე უნდა აკეთო, რომ მოტორიკაში გადაიტანო. აი როგორც მანქანის ტარება არის რა, თავიდან საჭესთან რომ ჯდები, აი სრულად ფოკუსირებული ხარ ამაზე. მე რაც უფრო დრო გადის, რაღაც შეგიძლია რომ შენს გვერდებს რაღაცა აზრიანი ესაუბრო. მე კიდევ უფრო დრო გადის, რავი, ტელეფონზეც ისაუბრ და ანუ ეს გადადის აბსოლუტურად მოტორიკაში. იდენტური არის ამ სკილების სწავლა რა. ანუ თუ ვიცი რომ შენთან თუ მინდა რაღაც კინესთეტიკური ღუზის დადება, რომელიც რაღაც შეხებით გამოიხატება და ვიცი ის რომ ეხლა უნდა დავიწყო იმ თემაზე საუბარი, სადაც შენ ყველაზე კომპეტენტურად თვლი შენ თავს, რომ შენ რაღაც აღმატებით ხარისხში აგიყვანო, მე ეს ღუზის დადება გავაკეთოთ, მე გადავიდე რაღაც სხვა თემაზე და რომ მინდა რომ უკვე ის მივიტანო მასთან რაც მე მინდა, ჯერ ამით ვიწყებ და იმ დადებით ემოციას ვახსენებ და ვიწყებ მე ეს თუ მოტორიკაში არ მაქვს და მე ამაზე ვიფიქრე ხა, რომ აი ხელი უნდა მივადო. აზრს დავკარგავ აუცილებლად რა. ძალიან შემოჭრია ეს თუმცა ხელი რა. კი. ყველა მევიხმობს. მე მგონია რომ გეფერებოდი. პირველი სტუმრიდან მოყოლება ყველა მევიხმობს. აჰა. და ეხა ეს რა. ირაკლი, შენთვის გაყიდვა არის უფრო ტაქტიკა თუ ფსიქოლოგია? ორივე ალბათ ერთად. ოკეი. ანუ ტაქტიკა არის თავიდან, ანუ შენ უნდა იცოდე ვის ხვდები. ხო, რაც მინდა რომ ოცნებად გაგიზიარო. არ ვცემ პატივს იმ გაყიდვებს, რომელიც ჩანიშნავენ შეხვედრას და ვისაც ხვდებიან წინასწარ მასზე არ მოიგულება. შესწავლილი რო არ ყავთ, ეგ არც მე არ მიყვარს, თუმცა ახლა გაყიდვების გულო არა ვარ, მაგრამ სადაც არ მოვიდიოდა იმ ადამიანს. შეხვედრაზე უნდა მივიდე აუცილებლად 90. წამგებიან პოზიციაში ხარ. რატომ მიდიხარ მაშინ?
ხო, აი რა გინდა. ანუ შესაბამისად, პირველ ნაწილში არის ტაქტიკა, რომ შენ უნდა იცოდე ვის ხვდები, შესაბამისად დაახლოებით წარმოდგენა უნდა გქონდეს როგორ შეიძლება წარიმართოს დიალოგი და მე გულწრფელად, ხშირად ჩემი თანამშრომლებსაც მithქვამს, რომ რაღაც გარკვეული დიალოგი წარმოიდგინეთ. დაახლოებით როგორ წავა. შესაძლო გამოსავალი. და მე არის ფსიქოლოგია, იმიტომ რომ გაყიდვები მაინც წამის ნაწილი არის რა და აი ეს ენერგეტიკას რომ დაიჭერ მაქსიმალურად სწრაფად მოიყვანო იმ ენერგიაზე, რომელი ენერგიაც შენ გჭირდება. როგორც გაკეთდება ის დამუშავება. ისე რომ უნდა იქცეს. ნახე, როგორი კითხვა მაქვს. ამდენი წლის განმავლობაში ძალიან ბევრმა სეილმა გამოიარა შენ ხელში. hospitality ბიზნესში რა. მე მაინტერესებს გითხრა როგორი რაღაცა, იცი, აი რა შეცდომას უშვებენ ხოლმე ტურისტულ სეგმენტში და სფეროში გაყიდვების მენეჯერები. რამოდენიმე გაგიზიარებ რა. პირველ რიგში არ უნდა იყო მარტივად მოწყვლადი რა. ეს არის დიდი საცდუნებელიც არის თან პარალელურად და რატომ არის დიდი საცდუნებელი? ჩვენ ყველა რაღაც ხელფასზე ვმუშაობთ, თუმცა გაყიდვების მენეჯერები რაღაც საბონუსო სისტემაზე და პირობითად ვაღებოთ რომ 3000 ლარი აქვს გაყიდვების მენეჯერს ხელფასი, რომელიც ყიდის წელიწადში 50000 ღამის თევას. და წარმოიდგინე ხარ ამ ხედა საცდუნებელი აქვს რომ ამ ტურისტულ კომპანიებთან თუ გავა გარიგებაში რომ აი მე თქვენ კარგ ფასს მოგცემთ და თითო გაყიდული ღამის თევიდან $2 მომეცით. ამ წარმოიდგინე $100,000 აგენერირებს წელიწადში დამატებით თან ისე რომ შეიძლება ბიზნესი არ დააზარალოს. ეს პირდაპირ ეფექტი არ მოახდინოს და რას გულისხმობ? ეხლა მე გაყიდვების მენეჯერს ვაძლევ პარიტეტს. რომ შენ შეგიძლია ეს პროდუქტი გაყიდო პირობითად $100-დან $150 ფარგლებში და მინდა რომ შენ იგზნო თავისუფლება და შენ გადაწყვეტო ამა თუ იმ პარტნიორს რომელი ფასი მისცი. და ეს პარიტეტიც მე იმ საშუალო ფასი რაც მაგ დაბიუჯეტებული და მფლობელთან შეთანხმებული იქიდან გაკეთებულია, ხო? ამ პარიტეტში მას შეუძლია ეს ლავირება გააკეთოს. თუ ამის მკადრებელი არის, ამ დროს დამერწმუნე თუ ერთხელ გააკეთა, სულ გააკეთებს. ხო, მე უკვე მე ვეძახი რომ მისი ნიჭი არა ჯანსაღად იხარჯება. თვითონაც ვერ ვითარდება, მე ამ ფულზე ძალიან კონცენტრირებულია. მე დამატებით ეწყება ის რომ შიშები. შესაბამისად, გაყიდვები 99% დაფუძნებული არის შენ რამდენად გჯერა და შენ რამდენად თვითკმარი ხარ რა. და ეს შიშები რო გეწყება უკვე კომპეტენციასაც კარგავ და მე თან თუ გასკდა და მე და შენ ბევრი ძალიან კარგი გაყიდვების მენეჯერები ვიცით რომ დღეს სადღაც არიან გაქცეულები ზუსტად მაგის გამო, ამიტომ ვისურვებდი რომ მარტივად მოწყვლადები არ იყო. მეორე არის ის რომ ჩვენ გვასწავლიდან რომ ყავს 100 ტურისტული ბაზაში, ესე იგი 100 მეგობარი უნდა ყავდეს. მაგრამ არასოდეს არ უნდა გაცდი ამ საზღვრებს რა, იმიტომ რომ აუცილებლად ის პარტნიორია ჯერ. ძალიან ზედმეტი კომუნიკაცია გრძელვადიან პერსპექტივაში აფუჭებს. შენ წონას აფუჭებს. კი, იქ მე ძალიან გაშინაურებას რო ეძახიან რა. მაგ გაშინაურებაში მე უკვე იწყება ის რომ შენ მხარეს უკვე ვეღარ გიჭირავს ის თანხის თამასა. ბიზნესი გადადის პირადში და პირადში გადასული უკვე სენსიტიური ხდება რა. რა თქმა უნდა. დღეს ფული შენზე მუშაობს თუ შენ მუშაობ ფულზე? ძალიან კაი კითხვა. არა მარტო დღეს, ბევრი წლის წინ თქვი და მართლა პირველი არა ვარ თან და ჩემს სამეგობროშიც რომ ისაუბრია, ჩემთვის არ არის ფული ამავალი წერტილი, მე ვქმნი რაღაც კარგ პროდუქტს, მე ვაკეთებ ჩემს საქმეს, რომელსაც ავტომატურად მოაქვს ფული. შესაბამისად, შენ კითხვაზე პასუხი ალბათ ის არის, რომ როგორ იყო ფული მოდის როგორ მეორე? დღეს ფული შენზე მუშაობს თუ შენ მუშაობ ფულზე? მე მუშაობ ფულზე და ნაკლებად. ხო, ნაკლებად შენ მუშაობ პირიქით უფრო ალბათ. ფული თავისით მოდის. ფულზე ძალიან დიდი ხანია აღარ გამეკეთებია აქცენტირება. ძალიან დიდი ხანია. და მე მეკითხავ ამ კითხვასაც. მაინტერესებს როგორ არჩევენ არის რეალური პირობები და უბრალოდ დროის წამლები. როგორც გითხარი, ძალიან ადვილად მისახვედრია ეგ. ეხლა ჩემ შემთხვევაში უკვე ეგ გამოცდილება დიდი ხანი აღარ მქონია, იმიტომ რომ ჩემთან ვინც მოდის 100%-ით უნდა ჩემი პროდუქტი. და მაგიტომაც
მეორე შემთხვევა არის, როდესაც შენ დადიხარ საერთაშორისო გამოფენებზე და საერთაშორისო გამოფენებზე ასე ვთქვათ, hires the history და ჩიტმა თუ გამოიარა თავის უნდა მოხდეს რა. მან მიხვედრა ბევრი სხვადასხვა кейსით მარტივად ხდება. პირობითად 3-4 კითხვას რომ დავუსვავ, იმ კითხვაზე როგორი უკავშირებით მოდის და თუ ხვდები რომ აი სხვაგან არის, ვცდილობ რომ შეხვედრა მალევე დავამთავრე. მაგალითად მოვიდა რაღაც ტურისტული კომპანია და ეკითხები რომ რა საქართველოს საერთოდ მუშაობ და თუ მეუბნება რომ არ მუშაობ საქართველოზე, არ მაინტერესებს რა. თქვათ მეუბნება რომ არ მუშაობ. გეგმავ. თუ არ გეგმავს, ან მეტყვის რომ თან ჩურჩხელას უყურებს იქ და ჩურჩხელას აიღებს და მერე დაიწყებს კი გეგმავ, ხვდები რომ იმ ჩურჩხელის ჭამა უფრო უნდა, ვიდრე რაღაცას გეგმავს ან არ გეგმავს და მან ადვილი მისახვედრია ამ სფეროში ადვილი მისახვედრია რამდენად. აი და კლიენტზე რა უფრო მოხმედებს? ფასი, ემოცია, თუ ნდობა? ფასი ყველაზე ბოლოა მანდ. კლიენტზე რა უფრო მოხმედებს? ნდობა ვიტყოდი პირველი, ემოციას მეორეს და ფასის მესამეს, მაგრამ მინდა რომ ჩავაზუსტო რა. მე მყავს გაყიდვების თანამშრომლების, რომლებიც ემოციას ანუ პროდუქტს იმდენად ემოციურად აწვდიან, რომ ნდობა გადადის მეორე ხარისხზე და ფასი მესამეზე და შეიძლება ფასი გადავიდეს მეორეზე და ნდობა მესამეზე რა. მე მინახავს ჩემი თვალით შევსწრები ვარ, რომ ინად კარგად მიუწოდებია პროდუქტი და იმდენად ემოციაში შეუყვანია არაფრისგან, რომ აქ არის რა ქვია მას ნატვრის ხე. ანუ ნატვრის ხე, ახლა ჩემნაირი მათემატიკურად მოწყობილი ტვინის პატრონისთვის, ანუ ზუსტად ვიცი რომ ბლეფია რა, რაღაც უნდა რაღაცა და ამ ჩემმა თანამშრომელმა, ანუ ეს რაღაც, ანუ ისე შესთავაზა, რომ ის მომხმარებელი რიგში იდგა, რომ ის თავისი ლენტი აიღო. ხო, ანუ ეს ჩემთვის არის ესე რანჟირებული. ის ყოველთვის მოახერხებს, რომ უფრო ემოცია წამოუწიოს წინ და ეხლა სამსახურშიც ხშირად უფრო ამას აჟღერებს. რომ უნდა გძნობდეს. დასვენება არის ემოციასთან ასოცირებული. მან უნდა წაიღოს ყველა კარგი ემოცია. მერე წამოვა ნდობა, როცა კარგი ემოციას წაიღებს და ოკეი, ფული იყოს მესამეზე, ხო, ამიტომ რა ტიპაჟი არის, მაგასაც მნიშვნელობა აქვს. ყოფილა შემთხვევა, როცა კლიენტს მიყიდე ისეთი პროდუქტი, რომელიც ბოლომდე იდეალური არ იყო. რამდენი წმინდა? ნახე, მე ვამბობ ესეთ რამეს, რომ კლიენტი რა მომხმარებელი გაპატიებს ყველაფერს, თუ სწორ კომუნიკაციას აუწყობ. ჩვენ მაგალითად თბილისში გავხსენით ერთი სასტუმრო 2023-ში 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო. მაგრამ არ იყო 5 ვარსკვლავიანი რა, უბრალოდ ფლობელმა ფული აღარ ქონდა, მოკლედ რაც ქონდა ფული დახარჯა და თქვა რომ აი всё მეტი არა მაქვს. გახსენით, ამუშავეთ, რასაც მიიღებთ დამატებით მოგებას, მე კაპიქს არ გავიტან, ჩააბრუნეთ რომ აი იმ კონდიციამდე მიიყვანოთ. სანამ არ გახდება 5 ვარსკვლავიანი. რა თქმა უნდა ეს სარისკოა, როცა გეხსნი რა და თავიდან ვფიქრობთ რომ მოდი 4-იანით ვარ გავხსნათ, რაღაცა მივიდეთ იმ კონდიციამდე, მე 5-იანით გადავაკეთოთ, მე ეს იდეა არ მოგვეწონა და წავედით იმ მიმართულებით რომ მოდი ჩვენ მომხმარებლებთან ვიყოთ ძალიან გულწრფელი და თან ბოდიშებით მოუხადოთ. რომ აი ამას ვერ გახვედრებ ესე და ესე გავხსენით. იმდენად ბევრჯერ დავატრენინგეთ ჩვენი ჰოსტები, ანუ პირველი მითერები ვინც იყვნენ, არაფერს არ გაუგბოდით. პირიქით ჩვენ თვითონვე ვიწყებდით აღიარებას. და შესაბამისად უკვე ის პატიობს. ანუ არ მოატყო, არ შეუფუთო, პირიქით თუ რაიმე შეცდომა გაქვს, დაასწარი და შენ უთხარ. ჩემ ბავშვობაში რო იყო, თუ გაკვეთილი არ იციო, ჩემო მასწავლებელმა იცოდა. სანამ შემოვალო კლასში, მანამდე მითხარი. ეს თვითონ შემდროსაც იყო და ინტერნეტსინებოდა მაგდროს რომ მე არ უნდა დაგიჭიროთ თემაში. ხო, მე არ უნდა დაგიჭიროთ თემაში, და შენ უნდა გიყოს ვაჟკაცობა რომ აღიარო რა, რავი, არ იცი და მოდი წინასწარ. ეს ის არ არის რაც შეგეგონა. თორე ხიჭე. ფული თუ რეპუტაცია? Reputation. რეპუტაცია არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, ოღონდ თან ეს რეპუტაცია არ უნდა იყოს ხელოვნური. ანუ რა რეპუტაციასაც შექმნი, იმენა შენი უნდა იყოს. თუ რაღაცებს დაისწავლე, ზუსტად იცოდეთ, აი უდიდესი სტატისტიკა მაქვს ბევრ წელზე და ბევრ ადამიანზე. რაც მისი არ არის, თუ იმას დაისწავლის, სადღაც აუცილებლად გასკდება. აი აუცილებლად.
თუ უთხრეს რომ კომუნიკაციის დროს მინიმუმ 3-ჯერ უნდა გაუღიმო და მინიმუმ 3-ჯერ უნდა ახსენო მისი სახელი და ასე შემდეგ და რაღაცა და ამან პროცესში აღმოაჩინა რომ მისი არ არის, მაგრამ თავს ძალა დაატანა, სადღაც აუცილებლად გასკდება. ბოლოს ყალბიან. ხო, ანუ რეპუტაცია არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, მაგრამ უნდა გქონდეს ზუსტად ის რეპუტაცია, რომელიც შენია. ანუ მე ვარ ქუთაისში დაბადებული და გაზრდილი ადამიანი. შესაბამისად, მე პერიოდულად აუცილებლად ქუთაისურად მოვქცევ. ამით ძალიან ვამაყობ. მე იმედება, ჩემი სავიზიტო ბარათია და მე არ გადავალ. აი, ვიღაცამ რომ მითხრას, აი, შენი რეპუტაციისთვის ასე, შეიძლება ვეთანხმებოდე, მაგრამ ჩემი რეპუტაცია აღარ იქნება. ის იქნება სხვაზე მორგებული. ანუ არ გამომივა რა. არ ვიზავ. კაი, და რა მინდა გთხოვო, იცი? დღეს რო იწყებდეს სეილი თავის პირველ ნაბიჯებს ჰოსპიტალიტი ბიზნესში. გინდა ტურისტულის მხარეს, გინდა სასტუმროს მხარეს. რა რჩევას მისცემდი? 3 ტოპ 3 რჩევა, რო გაითვალისწინოს და თავიდანვე არ შეეჯახოს იმ ტკივილებს რა. პირველი არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი რომ ისწავლე შენი პროდუქტი ძალიან კარგად, ანუ მომაუჩვენოზე კარგად უნდა იცოდე. მოიწამლე. ხო, მოიწამლე თუ აქ ესენი საერთოდ აღარ ჭირდება. ანუ თუ შინაგანად მოწამლულია, ჩვენ ხო სასტუმრო ბიზნესში ვეძახით ეს უკვე მოიწამლო. ხო. თუ მოიწამლე თავისუფლად. მოიწამლე გველთან. ხო, ან პროდუქტი უნდა იცოდეს ძალიან კარგად. მე დღემდე ხუმრობით რა თქმა უნდა შევდივარ რაღაც კარტოდების ოთახში და ხომ რაღაც დავიძახებ რომ ასტორიაში რამდენი ნომერი გვაქვს. ფაინშალეში რამდენი ნომერი გვაქვს და ვაკვირდები ვინც რაფად შეუძლია იქ რამდენი კვადრატულია. ან დაბლ ჩეკებს უკეთებ. ან პროდუქტი უნდა იცოდეს ძალიან კარგად. მეორე შეცდომა, ანუ არ არსებობს სტუმარ-მასპინძლობის ბიზნესში გამოუსწორებელი შეცდომა. ანუ არა რა. ამიტომ ჯობია ცადო დაუშვა შეცდომა, ვიდრე არ ცადო და არც იცოდე და გამოცდილება არ გქონდეს. დღეს შემოდის ახლა ერთი ჩემი თანამშრომელი, რომელიც B2B პლატფორმებს მართავს და შემეშალა რეიტის გაკეთებაო რა და 154 ლარად გავყიდეო ერთ-ერთი სასტუმრო რა, რომელიც ანუ რეალური ფასიდან შორს არის. ოღონდ ისე ნერვიულობდა ამას, რომ გაუბრაზდი. რომ მეთქი, აი აბა, რა არის ახლა სანერვიულო, რომ რაღაც 3 ღამის თევა გაყიდე 154 ლარად. მოდი ახლა დავждეთ, რატომ მოხდა ეგ? ეგ გადავიაროთ. ანუ პრომოუშენები ჩართო და რაღაც ორი პრომოუშენი დაჯამდა. ამ ცალ-ცალკე გაიტანა, დაჯამდა და ნუ იმან ჩამოვაგდა და ეხლა ეს რო არ გაეკეთებია, ვერ მიხვდებოდა რომ ის ორი პრომოუშენი ჯამდება ხოლმე და ერთად არ უნდა ჩართოს. ამიტომ შეცდომები მოსულა და უნდა მოსულა. და მესამე არის ის რომ არასოდეს არ გაჩერდეს. ანუ ძალიან მინდა რომ ჯენზი თაობამ, ცოტა მერე თაობამ კარგად გადაიაზროს ის ფაქტი რომ თუ დამქირავებს თავის საჭკაობას გონიათ რომ უსრულებენ სინამდვილეში რომ თავის თავს აკლებენ. ანუ მეც გამევილია ეგ პერიოდი და მეც მეგონა რომ აი იმას უსრულებდი რომ 3 საათს რო წავედი სამსახურიდან შეხვედრაზე კი არ წავედი სინამდვილეში სახში წავედი ან მეგობრებთან წავედი მაგრამ რავი ჩვენ თავს ვაკლებთ. მე თუ სამუშაო საათების დროს დავჯდები და სერიალს უყურებ დამერწმუნეთ მეგობრებო გძელვადი ამ პერსპექტივაში თქვენ დაგაკლებათ აუცილებლად. მხოლოდ და მხოლოდ თქვენ. იმიტომ რომ ის კომპანია და ნებისმიერი კომპანია ყოველთვის იპოვის ალტერნატიულ ადამიანს, რომელიც გადაფარავს და საქმეს მაინც გააკეთებს. ირაკლი, ძალიან დიდი მადლობა პირველ რიგში ასეთი რჩევებისთვის და ასეთი გამოსვლისთვის და აი თავი რო არ გადადე, ასე ვთქვათ და ბოლომდე ჩვენს მოღვაწეებს მიეც რჩევები, რაც ჩვენს მოინტერესებდა და დარწმუნებული ვარ, მათაც აინტერესებდათ. და ახლა მაინტერესებს ერთი ისეთი რჩევა, ვინც დღეს უბრალოდ დაკარგულია საკუთარ თავში. ანუ არათუ პროფესიულად, აი უბრალოდ აი რო არის ის დღეს რა უნდა, აი ასეთ ადამიანს რას ვუჩერდე? რომ მე თავის თავი იპოვოს? რა თქმა უნდა. მაგის 100%-იანი პასუხის გაცემა თუ ვინმე შეუძლია. გაგაცნოთ. რავი, გადაუხდი ყველაფერს, მაგრამ ეხლა ჩემს შემთხვევაში რაც გამომიცდია და ვთვლი რომ მუშაობს, არის ის რომ არასოდეს შეწყვეტო მოძრაობა რა. ნებისმიერ დროს იმოძრა. აუცილებლად. მადლობა ირაკლი. ვიყავი ჩვენ სტუმარი Space-ში. და
გისურვებთ გადაცემიდან, რა თქმა უნდა, წინსვლას, წარმატებას. ერთად აუცილებლად. უსიმართლეობთ. და გასამეორებელი სტუმრების სიაშიც ჩამწერეთ შეიძლება. ხო. რამდენიმე მადლობა. ანუ საინტერესო ბევრი გამოდი ისეთი და თემა მიხარია. შეგვიძლია კიდე გავშალოთ, რომელიც აშკარად გასაშლელია და მაყურებლისთვისაც ძალიან საინტერესო იქნება და ამდენი ხანი რომ მიყურებით, დააჭირე მაგილაკს ხელი. არ დაგიძახებს და თვითონ არ დაგაჭერს ხელს. შენ უნდა დააჭირო. ძალიან დიდი მადლობა რომ გვიყურეთ და შეგიძლიათ კლოდებზე კომენტარები, რასაც დავუსვამთ ბიზნესში ცოტა მეტად ჩახედულ ხალხს. მადლობა ძალიან. მადლობა თქვენ წარმატებული